შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით ყველას გამარჯობა მერი. გამარჯობა, დღეს 14 მარტია, გადაცემა დიდი შესვენება საათნახევრის განმავლობაში პირდაპირ ეთერში იქნება მაყურებლის წინაშე და ჩვენც შევეცადეთ მაქსიმალურად საინტერესო თემები მოგვემზადებინა. კი, და რა თქმა უნდა, სხვადასხვა თემაზე ვილაპარაკებთ სტუმრებთან ერთად. მანამდე კი ნახეთ ანონსი, თუ რა მოგიმზადეთ და მე ისევ გავაგრძელოთ საუბარი. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. დღეს კითხვების დასმის საერთაშორისო დღეა. ბავშვები და უცნაური კითხვები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინეთინ გობაძე. როცა გიყვარს, რასაც აკეთებ არიღლები. ზუსტი გადაწყვეტილების მიღება. გადაცემაში სტუმრად ტრენერი, ვინქსის თანადამფუძნებელი თენგო დოლიძე. მერის წუთი, წარმატებული ქალის ისტორია. გადაცემაში სტუმრად ვიზაჟისტი ნათია მსხალაძე. და ბოლოს ნახოთ რუბრიკა აჯაფსანდალი. მოკლედ თავიდანვე დაგვირდით რომ ვილაპარაკებთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე, თუმცა ახლა ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს ჩვენ თვითონ. ძირითადად პრინციპში ამით ვარ დაკავებული, როდესაც ეთერში ვარ, სტუმრებს უსვამ სხვადასხვა ტიპის კითხვებს, მაგრამ ის შეიძლება ზრდასრულ ასაკში უბრალოდ ისეთი კითხვები გვიჩნდება, რომლებზეც პასუხი შედარებით ადვილი მოსაძებნია, იმიტომ რომ როგორც გვეუბნებიან სპეციალისტები 10 წლეულები და შეიძლება 100 წლეულებია, რომ სწორად დასმულ შეკითხვაში ხშირად 60-70% პასუხი უკვე არის. ასე რომ ხშირად დაუშვათ იგივე მეცნიერები ან სხვადასხვა ადამიანები, ვინც წლებია ფიქრობს და რაღაც ახორციელებს საკუთარ ნააზრევს უკვე პრაქტიკაში, ისინი ხშირად ამაზე მუშაობენ ხოლმე. ეს მნიშვნელობა არ აქვს პრაქტიკული სამუშაოა, თუ ხელშესახები, თუ ასე ვთქვათ, საფიქრალი სამუშაო, ხო? სწორად დასმული შეკითხვა იგივე ტექნიკურ რაღაც საგანში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ლიტერატურაში ხშირად გაუნათებს ხოლმე გონებას ავტორს და მერე ევრიკა და ხდება რაღაც საოცარი აღმოჩენები. მოზარდის დასმული შეკითხვა. ხო, აი მაგითაც კი, რა თქმა უნდა. ამოუცნობია. კი, და რო დავფიქრდეთ, ანუ ალბათ, ადამიანი დასაბამიდან სვამდა სხვადასხვა შეკითხვებს, ხო? გინდა დაუშვათ რელიგიური კუთხით, როდესაც სხვადასხვა კითხვები უჩნდება და ამ კითხვებთან ურთიერთობაში ჩანს თუ როგორია ის და მე სხვადასხვა წინააღმდეგობაში ვარდება, ასე ვთქვათ, ერთიურ ძალებთან. იმიტომ რომ არასწორად სვავს თავიდან კითხებს, ან სწორად სვავს დაუშვათ, მე ასე ვთქვათ, ასეს მეორე მხრივ თუ მხოლოდ ბუნებაზე ვფიქრობ და დაუშვათ ის თემა დიდად არ გაინტერესებს, ამ შემთხვევაშიც იგივეა. იმიტომ რომ რაც უფრო კარგად დავსვით შეკითხვები და რაც უფრო კარგ დასმულ შეკითხვებზე პასუხი მოვძებნეთ, მით უფრო განვითარდით იმ ხარეს, რომ აი ახლა დაუშვათ აი რამხელა დისტანციაა ჩვენ შორის, ხო? თქვენ სადღაც აქედან შეიძლება 100 კილომეტრში იყოთ, 200, 300, 500 კილომეტრში, შეიძლება ინტერნეტით საერთოდ დედამიწის სხვა ნაწილიდან გვიყურებდეთ და აი ეს ხდება ცოცხალი პროცესი და ესეც ოდესღაც დაუშვათ სწორად დასმული შეკითხვაზე პასუხი იყო, ასე ვთქვათ ეს ტექნიკა. და კიდევ მეორე უკიდურესობაა პატა ცნობის მოყვარე ადამიანის ძალიან ბევრი კითხვა, თუნდაც ცხოვრებაში. შეგვხედრია ხო? ხო და ახლა სულ კითხვებს რო სვამს. კი, კაი რაღაცაზე გაამახვილია ყურადღება, მე ახლა დავფიქრდი ამ წამს და შეიძლება სწორად ვერ გიპასუხო, მაგრამ ახლა მომივიდა აზრად, რომ შეიძლება იმიტომ სვამს ბევრ შეკითხვას, რომ ზუსტად კარგი შეკითხვა ვერ მოიფიქრა, დაუშვათ იმ ბევრ შეკითხვას ერთად რომ მოუყაროს თავი და ერთიანად იკითხოს. კი ბატონო, ერთი ძალიან კარგი ფილმია, თუ ან წიგნი შეიძლება გქონდეთ ნანახი, ავტოსტოპით გალაქტიკაში ქვია, იქ არის ანუ როდესაც ერთ-ერთ პლანეტაზე რომელიღაცა მცხოვრები ერი, ასე ვთქვათ, ააშენებს სუპერ მეგა სუპერ პუპერ კომპიუტერს მოკლედ და დაუსვამენ შეკითხვას ყველაფერზე ერთად გვინდა პასუხია. ნუ ხა გრძელი კითხვაა, მაგრამ ნუ აი ეს იგულისხმება, რომ ყველაფერზე გვინდა პასუხია და ეს კომპიუტერი 40 დაახლოებით 2 თუ 3 მილიონი წელი ფიქრობს ამ პრობლემაზე, რა თქმა უნდა, იქ თაობები იცლება სულ სხვა ცივილიზაცია, მიადგებიან დროშებით, ის რომელიღაც თაობა ეუბნებიან ამ კომპიუტერს, რომ ბოლო-ბოლო პასუხი გვინდა ამ შეკითხვაზე, ყველაფერზე ყველაფრის პასუხი გვინდა და 42 ეტყვის და ოღონდ თუ შეიძლება კითხვა შემახსენეთო. და მოკლედ ასე აბსურდად შეიძლება გიქით. ChatGPT-ს მსგავსი ყოფილა, ოღონდ პასუხი სხვანაირი აქვს ChatGPT-ს. ChatGPT-ს რაცა აღჭურვაში იქ იყო კომპიუტერი, რომელსაც დაუშვათ ინფორმაცია არ ქონდა და უნდა ეკითხა. კი ბატონო, ეხლა კიდევ ერთი რაღაცას დავამატებ, თუ შეიძლება საინტერესოა რა თქმა უნდა ცნობის მოყვარე ადამიანი და ბევრი კითხვა, მაგრამ ამაზე უკეთ კიდევ უფრო საინტერესო არის პასუხი, სწორი პასუხი, რომელიც მე გაფიქრებს ამ ყველაფერზე.
და შეიძლება კითხვა რომ დაუსვამს ადამიანს, აი ზუსტად იმ წუთას აღმოგიჩენია რაღაცა, ქვეცნობიერში ქონდა, მაგრამ უცებ ეს გააჟღერე. კი, ანუ უყურე შეიძლება შორს წავიდეთ და ცოტა დავკარგოთ მა, მაგრამ კავშირშია. დაუშვათ მე ეგ მენდელეევზე ცნობილი ლეგენდა რო არის, რომ დაესიზმრა ეს მენდელეევის ტაბულა თურმე და გაიღვიძა და ჩაწერა. ნუ ახლა ეს ცოტა მართლა ზღაპრულია, სინამდვილეში რაც ხდება ხოლმე ახლა სიზმარში არის, აი წარმოიდგინე მთელი დღე, ახლა ცოტა გამოცდილება მაგამხრივ ვიცი. მთელი დღე რაღაცებზე ფიქრობ დღეები და ტვინი დატვირთულია მარტო შეკითხვებით და პასუხების ადგილი არ რჩება უბრალოდ. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი არ არის უსაზღვრო შესაძლებლობების და შესაბამისად ერთადერთი შანსი ამ საწყალკაცის მომენტში ბჭყალებს საწყალკაცს ქონდა დასვენების ძილი. და ძილი არის ინფორმაციის გადალაგების პროცესი, როდესაც ჩვენი მიმდინარე მეხსიერება ეს თავისუფლდება. ანუ ამ პროცესუალური რაღაცეებისგან ეს ყველაფერი დაუშვათ რაც საჭიროა ლაგდება უკან მყარდისკზე დანარჩენი დაუშვათ ხდება ამის მიჩქვალმა მოჩქვალმგან და გათავისუფლება და შესაბამისად შეიძლება მოხდეს ისე რომ როგორც იქნა შენი მეხსიერება გათავისუფლდა და უცებ ნუ იქ იმ რაღაცა ცალ-ცალკე დეტალებმა რაც მანამდე იყო ასე თავში იმიტომ რომ მეცნიერის თავში ასე ხდება ხოლმე უბრალოდ გაერთიანდა იმიტომ რომ ადგილი ეყო იმის რომ აი ტეტრის რო თამაშობ ხო რომ მაქსიმალურად უნდა დააჯინო სივრცეები რომ მიიღო ასე ვთქვათ სიზმრები კიდე შორს წაგვიყვანს ხო ანუ აქ არის ძალიან მარტივი მართლა გავკლებებზე დაფუძნებული და არა რაღაც ღაპრები ხო რაღაცების რომ ჯერა ხო მეტაფიზიკები და რაღაც არა მარტივადაა უბრალოდ მეხსიერების ადგილი გათავისუფლდა წლები მუშაობდა ადამიანებს და ოპ მიიღო პასუხი მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ჭირდება აი სტუმარისთვისაც მოვიწვიეთ ხო კითხვები რა თქმა უნდა დასრულ ასაკში არ გვიჩნდება პირველად, ასე ვთქვათ, 80 წლის ასაკში არ ვიძახით ვინ ვარ მე და საცხოვრობ, ეს ყველაფერი იწყება პირველივე სიტყვიდან, როდესაც თვალს გაახელს ბავშვი, პირველ სიტყვაზე იწყება რატომ, რისთვის, რატომ, რა ისა, ეს რა არის, ის რა არის და აი ესე და როგორ დავსვათ სწორად შეკითხვა იმ ასაკში უნდა ვისწავლოთ, ალბათ რომ მე ნაკლები პრობლემა გქონდეს ცხოვრებაში. და ამაზე ვინ დაგველაპარაკება თუ არა თინ კოპაძე. მობრძანდით თუ შეიძლება ინკლუზიური განათლების სპეციალისტი პირველად არის ჩვენი სტუმარი, ძალიან ხშირად პასუხობს ხოლმე სხვადასხვა შეკითხვებზე. ჩვენც გვიჩნდება ხშირად შეკითხვები და ჩვენც ღებულად პასუხებს თქვენი დახმარებით. მადლობა. მადლობა თქვენი მოწვევისთვის. რა ხდება, როდის იწყება ეგ ამბავი? და რამდენად მნიშვნელოვანია? ჩემი უსაყვარლესი თემაა და ძალიან დიდი მადლობა აი ამ თემით დაინტერესებისთვის. დავიწყოთ საფუძვლებიდან, ხო, როგორც ყოველთვის, ან ბავშვობის ასაკიდან. თქვენ რაც განიხილეთ მიგისმენდით და სრულიად ესეთი სწორად მსჯელობდით, მიდიოდით და მაგას საფუძვლები აქვს ბავშვობაში, ხო? და როდის იწყება ეს კითხვების დასმა, გაუთავებელი კითხვები. და ხშირად წუხდებიან მშობლები და დასრული ადამიანები. აი როგორც კი უკვე ბავშვს ლექსიკური მარაგი უგროვდება, ხო, შესაძლებელია ეს იყოს 3 სიტყვა, 4 სიტყვა 5 სიტყვა და იწყება 1 წლიდან უფრო კითხვების დასმა ეს რა არის ხო აი რატომ ეს არის განვითარების ეტაპი და თუ ბავშვმა კითხვა არ დასვა მაგალითად ეს რა არის ხო ჭიქა ან დედაბას ხო ჭიქა შეიძლება კიდევ ვიკითხოს ეს რა არის რატომ ბავშვი აი ამ სხვადასხვა სიტყვებს სხვადასხვა ცნებებს როგორ შეისწავლეს ხო ანუ უნდა დაინახოს უნდა შეეხოს უნდა გასინჯოს შესაბამისად თან კითხვა უჩნდება რომ შემდგომ მის გონებაში ამან აისახოს და დარჩეს ცნების სახით რომ ეს არის ჭიქა ხო, რომელთაც მიირთმევს წყალს. ანუ ჩაწერის პროცესია, ხო, მცდელობებია გაუთავებელი, სანამ არ მიიღებ პასუხს ჩაიწერს. კი. ამიტომ აი სწორედ ეს ძალიან ჯანსაღია პირიქით, ბავშვი რომ კითხვას არ სვამს, აქ უნდა დავეჭდეთ რომ რა ხდება, რაღაც სირთულე ხომ არ არის. პირიქით, ბევრი კითხვა არის სრულიად ჯანსაღი, სრულიად ადეკვატური და ძალიან კარგი და მშობელს უნდა უხაროდეს. არის შემთხვევა რომ ბავშვი კითხვას არ სვამს? კი, ესეც ნახეთ დამოკიდებულია აღზრდის სტილზე, მიდგომებზე. ნახეთ როცა ბავშვი თქვა იწყებს უკვე 1 წლიდან კითხვების დასმას, ეს რა არის? ანუ ჯერ ეს მოდის, ხო, ეს რა არის? და ჩვენ უნდა უპასუხოთ მშვიდად რომ ეს არის ჭიქა, ეს არის თებში, ასე შემდეგ. მე უკვე 2-3 წლიდან მოდის კითხვები რატომ? უკვე ნახეთ რატომში გადავედით, ხო? აი მაგალითად რატომ, რა ვიცი, დაღამდა, რატომ დავიბანო ხელი, მაგალითად, ხო? აქ მშობელმა აუცილებლად უნდა უპასუხოს, მოთმენა უნდა გამოიჩინოს, აქ ძალიან დიდი ნებისყოფა გვჭირდება, რომ არ დაიღალოს მშობელი აი ამ ბავშვის გაუთავებელი კითხვებით. არ დაიღალოს იმიტომ, რომ თუ მშობელი არ პასუხობს ბავშვის კითხვებს, იგნორს უკეთებს, გაჩუმდი, დავიღალე, რამდენ კითხვას ვამ. ეს ხშირია, ხო, თუ დავაკვირდებით, რადგან ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ესე სულ გადარბენითი ცხოვრება არის და მშობლებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ აი ამ გაუთავებელ კითხვებს უპასუხონ, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ კითხვების არ პასუხ
პასუხის შემთხვევაში შემდგომ ჩვენ ვაწყდებით სხვა სირთულეებს. ხო, ნახეთ, აი თავდაჯერებლობა, თვითშეფასება პირდაპირ აისახება. მე როგორც პატარა ბავშვმა თვით ჩემი ცნობის მოყვარება არ დავიკმაყოფილე. თუ ყველა კითხვაზე პასუხი არ მივიღებ, ვერც განვითარდები, ხო? აი თქვენს რომ კითხვები გიჩნდებათ, მოვიძევთ მაშინვე და შემდეგ უფრო მშვიდად ვართ, არა, რადგან პასუხს პოულობთ. ამრიგად ბავშვებთანაც ასე ხდება, რომ აი სწორად განვითარდეს, სწორად განვითარდეს ფანტაზიის უნარი, პირიქით ინტერესთა სფერო უფრო გაიზარდოს, აუცილებელია, რომ მშობელმა მისთვის გასაგებენაზე უპასუხოს. ეს რა არის კითხვის და რატომ? შემდგომ უფრო საკითხები მოდის. მარტივადაც რო გადავახიოთ უკან ისევ ჩვენი ლაპარაკი, ანუ იგივე საძიებო სისტემები რო ახლა არ დავასახელებ, მაინც და მაინც თუმცა რა პრობლემა მაინც ერთია და ოქსფორდის მაშია შეყვანილი დაგუგლო უკვე. თუ არასწორად შეკავს შეკითხვა, ისეთივე მასალას გაწვდის, როგორც ბუნდოვნად დაუსვი. ანუ შეიძლება დაასვა რაღაცა შეკითხვა, ანუ ვერ გადააბა სიტყვები და მიიღებ, აი ისეთ უაზრო პასუხებს, რომ მე გაბრაზდები იტყვი, რომ აი ეს თქვენი დაგუგლა, თქვენი ChatGPT და ამ დროს უბრალოდ მეიცოდეს სწორად ასვა და ეგეც ბავშვებიდან მოდის. კი. ნამდვილად. ბავშვებიდან მოდის. ანუ თუ მშობელი იგნორს აკეთებს ყველა კითხვაზე, შესაძლოა ნახეთ რა ხდება. ბავშვი უკვე კარგავს ნდობას, ბავშვი კარგავს ინტერესს, რომ ესე იგი ყველაზე სანდო მშობელი არა ბავშვისთვის, ხო და თუ მშობელი არ პასუხობს, აბა ვინ? შესაბამისად შეიძლება ამან შემდეგ გამოიწოს ის, რომ ბავშვმა ნაკლები კითხვა დასვას, მშობელს მათ ნაკლები ნდობა ჰქონდეს, ან სხვა წყაროებიდან შეეცადოს ინფორმაციის მოძიებას. ეს უკვე საფრთხის შემცველია, ხო? ჩვენ ვიცით, მოკლედ იმდენი ინფორმაცია არის ჩვენს ირგვლივ, თან ხელმისაწვდომი, რომ არ არის ყველა სწორი, არ არის ყველა ჯანსაღად გაზიარებული. დღეს მით უმეტეს. ამრიგად ნახეთ, სწორედ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მშობელი უნდა იყოს ფრთხილად, რომ თავად ბავშვი მშობელს ხედავდეს, როგორც ყველაზე სანდო პიროვნებას, რომ აი მის ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. აი ნახეთ, განსაკუთრებით აქტუალური არის კითხვები 2-3 წლიდან და 4 წლიდან რომ ჩნდება, აი სქესობრივ განათლებაზე მაგალითად, ასევე შესაძლებელია რაღაც სიკვდილთან დაკავშირებით გაუშვდეს ბავშვს კითხვები, აი ან რელიგიურ წარმოდგენებთან დიახ. და ეს არის კითხვები, რომელიც ცოტა სენსიტიურია, ხო და მშობელი ხშირად იბნევა და ფიქრობს, ახლა 3 წლის ბავშვი ამას რომ ეკითხება, ეს რამდენად ლოგიკურია, უნდა უპასუხო, ხშირად პასუხებიც არ აქვთ. აი, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელი მომზადებული იყოს. თუ ვთქვათ, იმ მომენტში კითხვა არ აქვს, შესაძლებელია ბავშვმა ეკითხოს, აი, მაგალითად, როგორ გავჩნდი? ეს ძალიან ხშირი კითხვაა, ხო, რა ის ცნობის მოყარეობა არის, მაგრამ აქ რომ ვაკვირდები ახლა პრაქტიკა ჩვენთან საქართველოში. კი, დიახ. აი, ჩემს წიგნში ძალიან კარგად არის ახსნილი, რომ აი, ზუსტად მშობელი როგორ იყოს ადეკვატური ამ დროს, ხო, როცა ბავშვი ეკითხება, როგორ გავჩნდი. რადგან სხვა შემთხვევაში, თუნდაც სიმორცხვრის განცდას უყალიბებენ და ეუბნებიან, რომ ჯერ შენ გაჩუმდი, არ არის ამისი დრო, პატარა ხარ, ნახეთ, სიგნალი როგორ მივხვდეთ, ხო? როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი მზად არის. როგორც კითხვას სვამს, აი მაგალითად როგორ გავჩნდი. ესე იგი, უკვე ნახეთ, მზად არის, მე უკვე ასაკის შესაბამისად მივაწოდო ადეკვატური ინფორმაცია. ასაკის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ ფრაზა, თორემ მე შეიძლება არასწორად ესმით პასუხი ხოლმე. გეთახმებით. ასაკის შესაბამისად, მაგალითად 3-4 წლის ასაკში შეიძლება უთხრათ, რომ პირდაპირ ნახე, შენ დედის მცელში იყაი მაგალითად, ხო ესე დედა გივლი და მე დაიბადე. ნახეთ, შემდეგ ჩვენ მივხვდებით, რომ ესე იგი მეტი საჭირო აღარც არის. და საინტერესებს იმას მეტი როგორც კი ბატონო, შემდგომ ასაკში შეიძლება უფრო სიღრმისეულად შევიდეს და იქაც უკვე ასაკის შესაბამისად ვაწოდებთ ინფორმაციას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ ნახეთ, შესაძლებელია მშობელმა არ იცოდეს, რომ მე ამ მომენტში როგორ ვუპასუხო, რაიმე არ დავაზიანო, არასწორად არ გავაზიარო. აქ სრულიად პირიქით ნორმალურია, ჯანსაღია, რომ მშობელმა უთხრას, რა საინტერესო კითხვა არის. მოდი მოვიძიოთ ერთად, ან მე მოვიძებ და საღამოს გამიხილავთ. ხო, თორე ხშირ შემთხვევაში მშობლებს აი უხერხულებად თქმა არ ვიცი და ეს არ არის სერცხვილი, პირიქით ბავშვის მოტყუებას, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას უმჯობესია რომ უთხრათ, ან მოვიძიოთ, ან კომპეტენტურ ადამიანთან, აი ფსიქოლოგთან მივიდეს, გაიაროს აი ეს მაგალითად დეტალები და შემდეგ გაუზიაროს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ დავამატოთ, რომ თქვენ არ არეკომოთ თქვენი პროფესია. შეგვიძლია თქვათ, რომ მაინც და მაინც ასე ვთქვათ, ფსიქოგანხრით მომუშავე ადამიანებთან, ფსიქოლოგი იქნება, თერაპევტი იქნება თუ ფსიქიატრი, წასვლა არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ თქვენ რაღაცა იმ კონკრეტულ მომენტში დაუშვათ გაწუხებთ. ეს არის შეიძლება მიხვიდე კონსულტაციისთვის, აგერა ზრდის პიროვნული ზრდის ტრენინგები არსებობს, სადაც ფსიქოლოგი და თერაპევტებთან დადიან. ასე რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამას, პრინციპ ჩვენი ვალდებულება აქ საზოგადოებრივი მოწყობილი ვართ. თუ რაღაცა გაწუხებთ, თუნდაც შეკითხების დონეზე და ასე მეგობრების და რაღაც წრეში ვერცეთ პასუხს, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს და მიიღოთ პასუხი. იმიტომ რომ შეიძლება ახლა 18 წლის ასაკშიც გკითხოთ ბავშვმა როგორ გავჩნდიო და 18 წლის ასაკში ბავშვი უკვე ვერ ეტყვი რომ შენ კომბოსტოდან გაჩნდიო, ხო? ხო, იმიტომ რომ ადრე ფსიქოლოგთან მისვლა სირცხვილად იქნებოდა იკითხოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყო. რაღაც უნდა ჭირდეს ადამიანს დაავადება
რომ მისულიყო ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან და დღესდღეობით ესე არ არის, ხო? აი პატამზე ცნობიერების ამაღლებისთვის, სწორად კითხვების პასუხის გაცემისთვის, ამიტომ არსებობს კომპეტენტური ადამიანები. კითხვების დასმის ტრენინგი უნდა არსებობს. კი, მაგრამ სხვადასხვა ტენდენცია შეიძლება მე ძალიან მომწონს. მშობლები ხშირად მოგვართ ამი კონსულტაციაზე, რომ აი არ ვიცი როგორ მოვიქცევ, თქვა აი ამ ასაკში, 2 წლის ასაკში, 3 წლის ასაკში, ეს უკვე ძალიან კარგი რატომ? ანუ მშობელი ესე იგი ცდილობს რომ გაძლიერდეს და მიიღოს ადეკვატური პასუხები კითხვებს და შემდეგ ისე მიუდგეს თავის შვილს, ხო? ანუ ამრიგად მოკლედ ამ მხრივ ძალიან კარგი წინსვლა გვაქვს, რომ მშობლები პირიქით იჩენენ ინტერესს, მზაობას, რომ გაძლიერდნენ და შემდგომ ბავშვებთან ესე ჯანსაღი კომუნიკაცია დაამყარონ. ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად აღვნიშნავს, რომ ჩვენს ბავშვობაში მაგალითად არ იყო ეს მიდგომა, არ იყო ფსიქოლოგები, თუმცა ჩვენც გავიზარდეთ, მაგრამ შემდეგ ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი ბარიერი დაგვხვდა და ეხლა ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და უფრო მარტივია მშობლისთვის. და კითხვებს რა დაუბრუნდეთ ისევ. ხომ მნიშვნელოვანია და თქვენ ამბობდით, რომ აი კითხვების დასმის შემთხვევაში, როდესაც პასუხს ბავშვი არ მიიღებს, ის შემდეგ ან საკუთარ თავზე დაკარგავს წარმოდგენას, რომ მე არ ვარ ღირსი პასუხის და ამიტომ მოდი ჩუმად ვიქნები და შემდეგ აი ესეთი ჩუმი იქნება და პრობლემები იქნება ყველა ზრდაში და მეორე უკიდურესობა, როდესაც ის დაკარგავს ნდობას გარშემოყოფებზე, მისთვის ძვირფასი ვინც იქნება წრეები რო იზრდება, ყოველ ჯერზე იქნება, რომ ანუ ამათ რა აზრი აქვს და დარჩება იმ განვითარების იმ დონეზე, სადაც შეაწყვეტინეს შეკითხვის დასმა. ახლა მაინტერესებს დაუშვათ, თუნდაც ხშირად გამიგია ჩემი ახლობლებისგანაც, აი უიცი რა რაღაც ამბავს გიყვება. ეუბნები რომ ბოდიში ახლა შენ რახან დაუშვათ მშობელო მე ამ ფაკულტეტზე გამიშვი სასწავლებლად, იქ ვისწავლე რომ ეგ სისულელეა. გეუბნება როგორ კაცო ტელევიზორში ვნახე, ან რაღაც ინტერნეტში ამოვიკითხე და მაყურებელს მინდა უთხრა რომ თქვენს სასწავლო ადამიანებიც გადაამოწმეთ ხოლმე თუნდაც ის რაზეც ახლა ვლაპარაკობთ სპეციალისტთან არავინ არ გიშლით ამაში ხელს პირიქით ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ აი ეკრანის აქედან რასაც გელაპარაკებით ისიც გადაამოწმოთ იმიტომ რომ აი ეხლა შეიძლება ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ რაღაცა შეგვეშალოს და ნუ სანამ ჩვენ დაუშვათ ბოდიშს მოვიხდით რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეთ თქვენთვის შეიძლება რაღაცა ტრავმული რაღაცა ვთქვათ ხო ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიდებმაც დასვათ შეკითხვა. თუმცა ვცდილობთ რომ ეს არ იყოს, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ახლა უმციკლო შევთანხმდით უკვე იმაზე, რომ უმციკლო და შეუცდომელი ადამიანები არსებობს და ხშირად ჩვენ შეცდომებთან ჭიდაობაში მივიღეთ ეს ყველაფერი. რობოტებსაც ეშლება კაცო კომპიუტერი დღეში ერთხელ შეიძლება დაждდეს ბატონია. კი, სრულად გეთანხმებით. კი, აი ბავშვებს დაუბრუნდეთ. თქვათ მშობელმა გასცა ყველა შეკითხვას პასუხი. როგორ ვითარდება ამ შემთხვევაში? საუკეთესო გვაქვს პლანეტაზე ეგეთი მაგალითი რომ აი მშობელმა ყველა კითხვას უპასუხა, ყველა ქცევას სწორად მოექცა, აი როგორი ადამიანი მივიღეთ ჯანმრთელს. არა, ხო, ეგ შეუძლებელია. ხომ რეალისტურები ვიყოთ, ხო, რა თქმა უნდა, ეგ შეუძლებელია. ყველა კითხვა, ყველა ქცევა მშობლისგან იყოს ადეკვატური, ეს ამის მიღებულობა უნდა გქონდეს, ეს ძალიან ჯანსაღია პირიქით, მაგრამ ნახეთ, ჩვენი როგორც მშობლის მოვალეობა რა არის, ხო? მე უბრალოდ შევხვდე მომზადებული ბავშვის კითხვას, თუ ვერ ვხვდები მომზადებული, მაშინ ნახეთ რა გავაკეთო, შესაბამისად პასუხისგებლობა ავიღო მე ბავშვის წინაშე, რომ მე მართებს როგორც მშობელს მივცე სწორი გზა. უპასუხოს სწორად მის კითხვებს. შესაბამისად მოვიძიო ინფორმაციების სპეციალისტისგან როგორც თქვენს გააჟღერეთ, ან კიდე რა ვიცით დავსაჩო. კი, თქვენ ახსენებთ ორივე ამაზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია პარასტა. კი ბატონო, ამრიგად ეს მოკლედ ესეთი ძალიან ისეთი პროცესი უნდა იყოს და მშობელს არ უნდა ქონდეს რა თქმა უნდა ის მოლოდინი რომ შესაძლოა ბავშვმა, 3 წლის ბავშვმა ისეთი კითხვა დასვას, ჩვენც დავფიქრდეთ, იცით? და შეიძლება იმ კითხვაზე პასუხი ჩვენც არ გქონდეს და სულაც მეცნიერებსაც არ გქონდეთ. ხო, ყველაფერი ხო რაღაცების კვლევა-ძიების პროცესში ვართ ჩვენ ხო და რაღაცები ახლად შეიძლება აღმოაჩინონ მეცნიერებმა თუნდაც. მაგრამ ბავშვს ისეთი ფანტაზიის უნარი აქვს, შესაძლებელია მოკლედ ასეთი კითხვებით წამოვიდეს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ახაც უპასუხოთ, იცით, ჯერ ამისი ზუსტი პასუხი არ მაქვს, ჯერ ეს არ დაგვიზუსტებიან, მოდი ერთად მოვიძიოთ. რა მაგარი შეკითხვა. კი, აი შეკება არის აუცილებელი. ნახეთ, აი მაგის აღნიშნა რომ რა საინტერესოა, რა მაგარ კითხვებს ძალიან მომწონს. ნახეთ, ესე იგი მე ბავშვს ვაძლევ პირიქით мотивაციას, რომ კი არ ჩაუკლოთ ეს მასში, ეს ხო რაღაც ცნობის მოყარეობა, ინტერესი. პირიქით გავაღვივოთ. აქვე ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი. ზოგადად კითხვები რაც წარმოადგენს, ხო? კითხვებს მე უსვამ, ვიღებ ინფორმაციას, შემდეგ ვამუშავებ, შესაბამისად მოქმედებ. ამრიგად თუ მე ეს პროცესი ჯანსაღად არ წარვმართე ადრეული ასაკიდან, მაშინ მე როგორც ცალკე ბავშვი, ცალკე ინდივიდი, ცალკე პიროვნება ვერ ვითარდები, მაქვს სრული უნდობლობა სამყაროს მიმართ, მშობლების მიმართ, არ ვარ თავდაჯერებული და ვარ რაღაცა სულ შფოთვებში, ხო?
რადგან როდესაც რაღაც არ ვიცი, თუნდაც ქცევების სახით, აი მაგალითად დედა რატომ არ უნდა დავარტყო მაგალითად მეგობარს, ხო? აი რაღაცა მსგავსი კითხვებით შეიძლება იყოს. მოგეთ, აი ეს ყველაფერი კითხვებზე სწორი პასუხი მთლიანად ხელს უწყობს აი ბავშვის პიროვნების ფორმირებას, ხო? როგორი ქცევები ჩამოუყალიბდება, როგორი აზროვნება ჩამოუყალიბდება. ამგვარად მოგეთ ძალიან ესეთი მხოლოდ და მხოლოდ მშობლებს ვურჩიოთ, რომ უბრალოდ ნებისყოფა და მოთმენა. რატომ? ეს 5 წელი ხომ შემდგომ აღარ განმეორდება რა. უბრალოდ მშობელი უნდა იყოს მზად, რომ ეს 5 წელი უბრალოდ ესე დიდი ნებისყოფით, დიდი მოთმინებით იყოს ბავშვთან აქტიური ინტერაქციაში, აქტიური კომუნიკაცია, აქტიური საუბრები, რადგან ეს არის მართლა ბაზა ყველაფრის. ხო, ეს 5 და 6 წელი მესმის და ცოტა ისეთი თემა მართლა შეიძლება მშობლებს გაგეპაროს. რაღაცა დინებასავით 11 წლის ასაკში ეს ამოიღო ის დანაკლისია შეიძლება განვითარებით. განმეორდება იმ შემთხვევაში თუ არ მიიღო პასუხები, ხო? როგორ? ანუ არ განმეორდებაო, მაგრამ ადამიანი თუ კი გაჩერდა, ამან ყოველთვის გაიმეორებს იმას. კი, მაგრამ აი ფსიქოლოგიის ნოც. ვაა, რა. კი, ძალიან საინტერესო რეალურად. აი ნახეთ პრაქტიკული მაგალითები რო გავაზიაროთ, ხო თქვათ, მოსწავლეები ბავშვები, რომლებთანაც მუშაობთ, ყოფილა ძალიან ხშირი შემთხვევა, თქვათ 6 წლამდე არანაირი ჩარევა არ მომხდარა თერაპიული მიმართულებით ამ ბავშვთან და შემდგომ თქვათ როცა ავიწყებთ მუშაობას 10 წლის ასაკში, ძალიან გვიანია, ძალიან რთულია. მივიღოთ შედეგი, რაც გსურს, ხო, რადგან ძალიან ელასტიურია ბავშვის ტვინი, ხო, განსაკუთრებით პატარა ბავშვის ტვინი. ამერიკად მოკლედ აქ გვმართებს, როგორც აღვნიშნე, მთლიანად გადავერთოთ. და შემდგომ ანუ თერაპიული ჩარევა, როდესაც ვხედავთ პრობლემას. აუცილებლად. თორე შესაძლებელია რომ ეხლა მაგალითად ყველა დედამ 5 წლამდე ბავშვი არ მიიყვანოს. თუნდაც ფსიქოლოგთან, მაგრამ თვითონ უნდა ფლობდეს ამუნარებს რომ ბავშვი იყოს თავისუფალი აღზრდის პროცესში. ნუ რთული ალბათ, როდესაც პირველი ბავშვი ყავს, ეხლა მეორე რო ყავს, უკვე რაღაცა გამოცდილება გაგვარ, პირველ ბავშვი არ გვაქვს. დიახ, გეთანხმებით სრულად. უბრალოდ აქ ნახეთ როგორი ნაწილია ხშირად აი მე მგონი ძალიან 80% შეიძლება ვთქვათ, მშობლები პირდაპირ მიმართავენ სპეციალისტებს, რომ ნახეთ, ჩემ ბავშვს პრობლემა აქვს, რა თავდაჯერებულობის, თვითშეფასების, მორცხვია, კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ვერ შედის ბავშვებთან ინტერაქციაში. აი, სად არის ამის საფუძვლები, ხო? მაგრამ მშობელი იმას არ კითხობს, იქნებ სადღაც ჩემშია პრობლემა. იქნებ რაღაც მე ვერ გავაკეთე ისე როგორც საჭირო იყო. იქნებ მოდი ჯერ მე გავძლიერდე. აი, ეს ძალიან შესაძლებელი გვაქვს რა. მე სანამ ბავშვს ვთხოვ, რომ ის იყოს ძალიან ესე გახსნილი, კომუნიკაბელური, შესაბამისად, მაშინ მე მის ყველა კითხვას, ნობის მოყვარებას უნდა შევხვდე მომზადებული, ხო? ამიტომ მშობლით უნდა დამინახავს ეგეთი ისტორიაც, მშობელი ძალიან აქტიურია, ბავშვი პასიური. აქ შეიძლება ხასიათის პრობლემას აქვს. კი, ეს სულ სხვა ნაწილია, რა თქმა უნდა, მაგას არ ვეხები და აი ტემპერამენტი არის, ხო? თქვათ, ბავშვი როცა იბადება, ჩვენ როცა ვიბადებთ, ჩვენი ტემპერამენტი გვაქვს. ინტროვერტი, ექსტრავერტი, ამბივერტი, მაგას. კი ბატონო, კიდეც სრულიად სხვა, მაგას პატივს ვცემთ. მე მაგალითად სულაც არ მიყვარს, თქვათ, რაღაცა ქაოტიურ სიტუაციებში ყოფნა. ჩემი ტემპერამენტია. მაინც შფოთვაშია. ხო, მაგ დროს არა, უნდა გავარჩიოთ, ხო, ერთმანეთისგან, თქვათ, ეს ბავშვის ტემპერამენტია და ისე ურჩევნია, თქვათ, უფრო ეს რაღაც მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე ის, რომ ესე რა ვთქვათ, რაღაცნაირად არ არის სავალდებულო, ხო? ყველა ბავშვს უყვარდეს ხალხმრავლობაში ყოფნა. ეს ექსტრავერტ მშობელს ალბათ კითხვები გაუჩნდებათ და დაგიკავშირდებათ რატომ ესე თქვა. იმიტომ რომ აიცის შეიძლება სწორად ჩამოყალიბება არ ვიცი, მაგრამ მშობელი რო ამბობს, რომ ჩემი ბავშვი და უშუალოდ არ არის ესეთი ხო და ამ დროს რო დაელაპარაკები აღმოჩნდება, რომ ბავშვს და უშუალოდ 1000 კაციანი აუდიტორიის წინაშე მორცხვი, თორე 20 კაცის წინაშე ძალიანაც არა მორცხვი და ახლა მშობლისთვის 20 და 1000 თუ გასხვება რა მშობლის პრობლემაა. კიდე მანდ კიდე ნახეთ მნიშვნელოვანი ნიუანსია, რაც ხშირად კიდევ ერთი ძალიან დიდი ბარიერია მშობლებმა, როდესაც აი განვითარების ეტაპებია, ხო? მე რა თქმა უნდა 2 წლის ბავშვს ან 3 წლის ბავშვს ვერ მოვთხოვ, რომ პირდაპირ შევიდეს კომუნიკაციაში, პირდაპირ ჰოპ გაიხსნას. ცოტა ეს არალოგიკურია, ხო? ეს განვითარების ეტაპია. რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპია ის, შეისწავლის გარემოს აკვირდება, ვინ არის სანდო პიროვნება, ვინ არ არის სანდო, ხო? შესაბამისად, ეს მოთხოვნები არასწორია, ხო? აი 3 წლის ბავშვს დავუყენო მე. ამრიგად ესეც უნდა გავუმჯოთ ერთმანეთისგან რა ასაკში რა მოთხოვნებს უყენებს ჩემს შვილს. და კიდევ ძალიან ხშირად ესაც მინდა აღვნიშნო აუცილებლად აი მშობლები ხშირად ბავშვის დასმულ კითხვას პასუხობენ. ხო? აი მაგალითად 3 წლის ბავშვი თუ მე ვეკითხები რა ქვია? ხო? მშობელი ირეკლი ქვია. მოგეთ ბავშვის ნაცვლად პასუხების მშობლის მხრიდან ესეც ერთგვარად აფერხებს ამ პროცესს, ნახეთ. დაუმბრაზდები ხოლმე იქ. კი ძალიან, რადგან ის ბავშვი ხო პიროვნება შეუძლია თავად უპასუხოს, თავად ან უთხარი დეიდას. კი ბატონო, ხო, ეს ძალიან ცუდია რა, რომ ესეც რაღაცნაირად შევცვალოთ და მივცეთ ბავშვს საშუალება მისი პიროვნება წარმოაჩინოს, როგორც მას შეუძლია, ხო? დასასრულს ერთ შეკითხვას დავსვამ, იმიტომ რომ კითხების დღეა ბოლო-ბოლო და მაქვს უფლება.
რატო არის რომ საბავშვო ლიტერატურა, აი მართლა საბავშვო ლიტერატურა 3 წლის ასაკში უნდა წაგიდო, ყოველთვის აწყოში წერია. აი რაღაც წიგნები ქონდა ხა ბავშვისთვის და ვკითხულობ და აი ჩემთვის რაღაც დიდი ვარ და ალბათ მაგიტოა ძალიან რთული. ყველაფერი ტექსტი აწყობილი აწყოში. აი ამას შვება, აღწერა მიდის რაღაცნაირი გვერდიდან. აკი ნახეთ ეს და ცდუნება მაქვს სულ იმას შვები. ანუ გადამყავს წარსულში ვეუბნები რომ დავუშვათ აი ხა დავუშვათ პაატა მიდის და მერის ელაპარაკება. ვეუბნები პაატა მიდის და მერის და დაელაპარაკა. ამ დროს წერია აწყოში და რამე სხვაობა შეიძლება მართლა ჩემი პრობლემაა აქ და უნდა წავიკითხოს როგორ წერია. ხო, ალბათ იმას გულისხმობთ, ხო, აი თქვა ზღაპრებშიც, თქვა წითელ ქუდა წავიდა ტყეში. ანუ წავიდა წარსული ფორმა და მიდის ტყეში, ხდება მგელს, ბებოსთანა, მოდის, კი არ მოვიდა, მოდის მონადირე. ანუ ბავშვმა როცა კითხულობს, ისე ეხლა ხდება ამ წუთას და არა მიდიოდა წითელ ქუდა, ხო, ამას. ანუ მისთვის გაუგებარია ჯერ ეს ცნება თუ ანუ გაუგებარია, ხიახ, სრულიად, ნახეთ, სრულიად ძალიან კარგი აქცენტია. აი, თქვა მე თუ ვისაუბრებ მომავალში, ნახეთ, ეხა ეს მოხდება ეს ასე იქნება. ეს ნახეთ დროის ცნებებია. დროის ცნების საქმე ბავშვებს უჭერთ ადრეულ ასაკში, ხო? აი სწორედ აქედან გამომდინარეა. მე თუ ბავშვს თქვა ვეუბნები, რომ აი ნახე, ხვალ ესა და ეს მოხდება, რაღაცებს ვეუბნები, ან ზღაპარში თუ არის თქვა რაღაც ხო სცენა, რომ აი რა ვიცი, წითელი ქუდა ხვალ უნდა წავიდეს ბებოსთან. ეს რომ წარმოვიდგინო, ეს უნდა მოხდეს ხვალ და ხვალ რა არის? ეს ხო დროის ცნებაა ხვალ. შესაბამისად, ჯერ ეს უნარი ბავშვს არ აქვს ადრეულ ასაკში, შემდგომ ყალიბდება, ხო, ეტაპობრივად რომ ხვალ რას ნიშნავს, ზეგ რას ნიშნავს. აი სწორედ აქედან გამომდინარე. ესეც განვითარების ეტაპზე მოხდება. ჯობია ისე წავიკითხო სწორად და ბავშვ ფსიქიკა არ დაუზიანო, ხო? კი, სწორია. ნახეთ, უბრალოდ ნახეთ, მისთვის რთულია აღიქვას, რომ თქვა მე თუ ესაუბრებ მომავალში, რომ აი ეს მოხდება, ეს გაკეთდება. ან თუნდაც სხვა ყოფით სიტუაციაში, ხო, მე თუ ბავშვს ესაუბრები და ვეუბნები, რომ ხვალ ამას გავაკეთებ, ან კიდე 2 საათში წავალთ პარკში. ესეც კი რთულია, 2 საათში, 2 საათი როდის არის, როდის გავა, ხო? ამრიგად ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ესე იგი, ბავშვები გვისმენ შეკითხვებს, მეორეა მშობლებიც ვუსმენთ ბავშვებს კითხვებს. როგორ უნდა მოვახერხოთ ის რომ მივიღოთ სწორი პასუხი, თუ ბავშვი ჩაკეტილია თუნდაც, ან არ შემოდის კომუნიკაციაში, რომ სწორად დავსვათ მშობლებმაც კითხვები. რა კარგი კითხვაა. ეს ვფიქრობ ეს კითხვა შეავსებს სამართლიანად თემას. როდესაც ბავშვი კითხვას სვამს, აქაც სასურველო მშობელი მიუბრუნდეს. ნახეთ, ესეც ადრეული ასაკიდან იწყება, ხო, რომ შემდგომ ბავშვი ადრეულ ასაკში ჩემთან იყოს გახსნილი, მეგობრული, აი განსაკუთრებით გარდატეხის ასაკი ხომ იწყება, ხო და იქ უკვე რაღაც ჰოპ მთელი ცვლილება არის. აი სწორედ საფუძვლები აქ არის. მე თუ არ სანდო მშობელი, ბავშვი მეკითხება, მეც მოდი კითხვა მივუბრუნო. რატომ ჭირდება კითხვის მიბრუნება, რომ აი დავაკვირდე რეალურად ბავშვმა რა იცის, ხო? თუ ის კითხვას მისმევს, მეც ვკითხავ, აბა შენ რას ფიქრობ? შენ როგორ რა ინფორმაცია გაქვს ამასთან დაკავშირებით? შესაბამისად ის უკვე მიზიარებს მის ინფორმაციებს და შემდეგ უკვე მე, ანუ რაც იცის, იმას რაღაცას ვაშინებ უფრო ახალს და ვაწვდი, უკვე ნახეთ იმის შესაბამის ინფორმაციას, რა ბაზაც აქვს ამ ეტაპისთვის, ხო? ამრიგად ეს კითხვების მიბრუნება, ან კიდე ის რომ აი თუნდაც თქვენ როგორ დაუსვათ კითხვა, ხო? განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს მის უფრო ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. აი მაგალითად თავს როგორ გრძნობ? დღეს ბაღში რა ჭამი არა მაგალითად, ხო? აქედან დავიწყოთ. რა მოხდა დღეს სკოლაში? მაგალითად სასიამოვნო, ან უსიამოვნო ფაქტი. დიახ, რა თქმა უნდა, იდეალური, რა თქმა უნდა. ან ნახეთ, ემოციას უსმევ ხას და არა იმას, რომ მაგალითად რამდენი ქულა მიიღე, ხო? არა. და როცა მე ამას ესე რომ ვთქვათ, ვუსმევ ხას, რომ აი, თავი როგორ იგრძენი, რა მოხდა ყველაზე კარგი, რა მოხდა ძალიან ცუდი. ეს უკვე არის იდეალური პროცესი და სწორედ ეს არის საფუძვლები, რომ შემდგომ მე როცა კითხვებს დავსვამ, ბავშვი იყოს გახსნილი, ხო და არ დამიმალოს, გამიზიაროს როგორც მეგობარს. მოკლედ კითხვებს რო დაგისვან ბავშვი, რაღაცა მაინც უპასუხეთ, ან თუ პასუხი არ გაქვს, ერთად მოიძიეთ რაღაცა. ისეთი იქნება, ანუ რაღაცა ჩამოყალიბდა ესე ტექსტი, რომ ბავშვმა პირველ სკოლაში წერა კითხვა, რომ ისწავლა და ჩაიხედა საკუთარ პირადობაში, პირველად აღმოაჩინა, რომ გიორგი ქვია და არა მოკეტე. აი, ბაბა. ხო და ასე რო არ იყოს აუცილებლად გაეცით შეკითხეს ერთად დასვით, ერთმანეთს დავუსვით შეკითხები, არ დაგეზაროთ, ვიცი რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, აუტანელი იქნება ხანდახან, იმიტომ ერთი და იგივე რაღაცაზე ეს რა არის ჭიქა, ეს რა არის ჭიქა ძნელია, მაგრამ საბოლოოდ მიიღებთ ადამიანს, რომელიც ცნობის მოყარე იქნება. ინვესტიციას ვდებთ ძალიან ჭიქას. მოდი ამაზე ვიფიქროთ, ხო? როგორც კი ამაზე ვიფიქრებთ და ამაზე ვფოკუსირდებით, მერწმუნეთ რაღაცნაირად მაინც გადავლახავთ ამას და ვუპასუხებთ, დაუღალავთ ბავშვის ყველა კითხვას. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს, ვიდრე არაერთხელ გვეწევით. კაპიტანი თინა თინკობაძე იყო ჩვენი სტუმარი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. ჩვენ სვამდით შეკითხვებს და ვღებულობდით თავაზე პასუხებს. ეს იყო ჩვენი თემა. რამდენიმე წამში დავბრუნდებით. მოკლედ ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ალბათ შენს ხშირად გვისმევენ ესეთ შეკითხვას აქტიურ ადამიანებს რომ აი არიღლები რასაც აკეთებ აი მე რამდენ საქმეს აკეთებ და
ხშირად ფიქრობ, რომ ვიღლები თუ არ ვიღლები, იმიტომ რომ ამ თემაზე, ამ კითხვაზე, იმ პროცესში არ ვფიქრობ და პასუხიც არ მაქვს, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებ, ძალიან სიამოვნებს. თუმცა რა თქმა უნდა, გადატვირთული, ესე იგი, თვეობის განმავლობაში, როდესაც გავაწლები, შემდეგ უბრალოდ დაგვეტყობა ეს, იმიტომ რომ თავისთავად ხდება კიდევაც, მაგრამ რაც გვიყვარს და რაც გვსიამოვნებს, რა თქმა უნდა, აი ამ პროცესში კი არ ვიღლებით, უფრო მეც სიამოვნებას ვიღებ. მაინტერესებს პატა შენი უკავშირი ამ არიღლები ამდენ საკეთებ არა, ძირთადად მეუბნებოდნენ ხოლმე წლების განმავლობაში, რომ დავიღალებ, დაჯექი, დაისვენე, მოისვენე. ხო, სხვები იღლებიან, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ, მაგრამ შენი ემოცია, შენი განწყობა. მაგას ვერ ხდები, სანამ დაუშვათ მილიონე პასუხს არ მიიღებ, რომ ბიჭო დაგვასვენე, მანამდე ვერ ხვდები, რომ ზედმეტი ხარ. ან ეს ის ახლა პროფესია. ბევრი ხარ, ხო და ნუ რა თქმა უნდა, ადამიანი თუ ხო წეგალ ლაპარაკობდი ხასიათებზე, თუ ინტროვერტია და წარმოვიდი ინტროვერტის გარშემო ასეთი ექსტრავერტი ტიპაჟი ხარ, რომელიც არ ფიქრდები ასეთ რაღაცებს და აი ბუზვით ბზუი და რა თქმა უნდა ის სულ ხდება ეს ხალხი. ხო, მაგრამ ეხა საქმეს, რასაც აკეთებ, რასაც ემსახურები, რამოდენიმე პროფესია გაქვს, ქსიამოვნებს? კი. და იცოდი სანამ ახალდე მოხდოდი, რომელ პროფესიას აირჩევდი? თუ რაღაცები იყო. ახლოსაა ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, იმასთან, რაც მინდოდა რომ გამეკეთებია. შვენიერი მეც. ახლოსაა. თუმცა რაღაცეები ცოტა სხვა გზით წავიდა, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთან თანწყობაში იყო რა, ესე უნდა წასულიყო და დღეს მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ესე იგი, შემთხვევით არ ვსაუბრობთ ამ თემაზე. სტუდიაში უნდა მოვიწვია ჩვენი სტუმარი, თენგო დოლიძე, ტრენერი, ვინქსის თანადამფუძნებელი, რომელსაც აქვს ამ თემასთან დაკავშირებით მასტერკლასი. რატომ გადაწყვიტა ეს მასტერკლასი და რა გამოცდილება აქვს თავად თენგოს გაგვიზიარებს ახლა თვითონ იღლება თუ არა ესეც გითხრა მარტო ჩვენ მივილაპარაკოთ იმ დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ვარ თქვენთან ერთად ვეთანხმები თქვენს ამ თემას ხო ძალიან საინტერესოა როგორ უნდა შეინარჩუნო მუდმივად ენერგია და როგორ არ უნდა დაიღალო იმით რაც საკეთებ ამის ერთადერთი მთავარი პრინციპი და მთავარი კანონზომიერება არის ის აღმოაჩინო რა არის შენი საერთოდ მგონია რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია მთელი ცხოვრება უნდა გრძელდებოდეს რასაკვირველია ძიება და შეიძლება ეს რაღაც ეტაპზე შეიცვალოს კიდეც მაგრამ ის მთავარი დანიშნულება რაც შენია და რისი კეთებაც გიყვარს თუ იმით იქნები დაკავებული აუცილებლად იქნები ძალიან მეგონი ყველაზე რთულია გავიგოთ ჩვენი მისია და გავიგოთ ის რომელი საქმე გვიყვარს იცი რა არის ცხოვრება გიგზავნის ამ მინიშნებებს შეიძლება კითხვა არ იცოდე და უბრალოდ ვერ ამოიკითხო სხვადასხვა გზებით გატარებს კითხოთ ვერტი ადამიანებს გახვედრებს ძალიან ბევრი მეთოდით ცდილობს რომ მიგახვედროს რა არის შენი მთავარი საქმე და როდესაც ამას პოულობ მე ხარ ძალიან ბედნიერი მე წლის ბოლოს ვუახლოვდები უკვე 30-ს და რაღაცა 3 ათეულს რო ვამრგვალებ ეთყობა ცოტა უფრო მეტად დავარგდა ჩემში რაღაცები და შევძელი ბოლოს და ბოლოს ისეთი ადგილის და გარემოების შექმნა საკუთარი თავისთვის უპირველეს ყოვლისა, რაც ჩემთვისაც არის ბედნიერების მომტანი და ამით სხვასაც ვანიჭებ რაღაც სასიამოვნო ემოციებს. ჩემთვის მთავარი არის რა მნიშვნელოვნების შეგრძნება. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, რა საქმეც არ უნდა იყოს ეს, უნდა ვგრძნობდე რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩემს სტუდენტებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ თქვა რაღაცა ცუდი ამინდია, დილით 9 საათია თუ ასე შემდეგ, სრული დასწრებით მოდიან და არიან აუდიტორიაში, ხო? ბუნებრივია მე ნახეთ, როდესაც ეს სისტემატიურად ასე გრძელდებოდა, პირობითად ვამბობ, მეც ბუნებრივია უფრო მეტი ინვესტიცია ამ ხრივ განვითარებაში ჩავდე და თუ თქვათ რაღაცა ადრე მქონდა მთელი კვირის განმავლობაში 2 საათი სტუდენტებთან მუშაობის, ეს ამ მოცემულობით ეს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. და საერთოდ მგონია, რომ საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება. რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც ეს ატარებს მართლა ძალიან წმინდა და მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებს, შენ აუცილებლად ხარ ძალიან ბედნიერი და სხვებსაც ეხმარები ბედნიერებაში. თუმცა ძალიან ბევრი ბარიერია და ჩვენ ვისაუბრეთ ახლა იმ თემაზე, რომ ნიშნები, ამ ნიშნებსაც დანახვა უნდა. ამ ენერგიასაც უნდა ჩვენში გზა მივცეთ, სწორად მივცეთ. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უკვე შემდგარი ადამიანები ვარ და ვიცით მაგალითად რა
როგორ გავიარეთ და სადღაც მოვედით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 5 წელიწადში სულ სხვა პროფესია ავითვისო, მაგრამ თავად შენ, აი ეს ტრენინგები, რა კუთხითაც წარმართი, ალბათ სადღაც გაგიჩნდა იმის საჭიროება, რომ ადამიანებს დახმარებოდი და აი ეს ოქროს წესები, რაც არის, მაგეთად შენი გამოცდილებით, სხვისი გამოცდილებით გაგეზიარებინა და ძალიან კარგია თუნდაც ის, რომ ჩვენს ბავშვობაში არ იყო მსგავსი ტრენინგები, სად იყო ხო რომელი პროფესია გინდა, როგორ გინდა, რანაირად გინდა, რა გზას დაადგე. სამაგერო დღევანდელებისგან გასხვავებით ძალიან კარგად იცით მეზობლის ეზოდან როგორ მოვიპაროთ ლეღვი. ჩვენ ვიცოდით, რომ სკოლას რო დავამთავრებით, უნდა გვცოდნო და მაგალითად რა პროფესიას დავირჩევდით. ეხა ეგრე აღარ არის. ეხა არის ძალიან ბევრი კი გვინერგავდნენ ამას. თენგო გაგვიზიარე პირადად შენი გამოცდილება. ყველაფერი დაიწყო ასე. ყოველ დილით მაღვიძებდა ბებოს ქუსლიანი ფეხსაცმელების ხმა, რომელიც ჩემთვის ამზადებდა ყიყლიყოს, არ ვიცი როგორ ქვია, კვერცხიანი ბავშვობაში. და ეს იყო ხმა და ჩემთვის ზოგადად სამყაროს ხმა და ეს ხმები, რომელიც მესმის, არის მთავარი აფირმაცია, რომელიც მაძლევს ძალას, ენერგიას, არ გავჩერდე და სულ წინ ვიარო. ზუსტად ეს იყო მთავარი მინიშნება და ხმა, რომელიც მაღვიძებდა და მეუბნებოდა, რომ დღეს უკვე არის 8 საათი, სასწრაფოდ უნდა ავდგე, ვისაუზმო და დავკავდე საქმით, ხო? ზოგჯერ ადამიანები ერთი რაღაც მომენტი მინდა რომ გაგიზიაროთ, ზოგჯერ ადამიანები კვირა დღეს ელოდებიან იმისთვის, რომ უფრო დიდი დრო გაატარონ საწოლში და არ ადგნენ, იმიტომ რომ არაფერი გააკეთონ. მე კვირა დღეს ველოდები იმისთვის, რომ უფრო მალე ავდგე და უფრო მეტი დრო მქონდეს იმისთვის, რომ არაფერი გავაკეთო. ანუ ნახეთ, როგორ არის, ყველაფერი ერთმანეთთან არის ძალიან კაფიოდ დაკავშირებული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ სულ უნდა ვიცოდეთ და შიგნით გვესმოდეს, დანახვა უნდა შევძლოთ. ამ რაღაცებს ყურადღება უნდა მივაქციოთ და მივხვდეთ, საითკენ გვინდა წასვლა. რისი გაკეთება გვინდა. ჩემთვის ამ ხმის შემდეგ მთავარი ხმა იყო რა, ვარ 17 წლის, მოკლედ აბრა არის გაკეთებული, რომ აქ ძალიან მალე გაიხსნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, შერატონი. და მე ვთქვი, რომ მე აუცილებლად ვიმუშავებ აქ. ეხლა 17 წლის ასაკში, როცა არ მაქვს გამოცდილება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა, როგორ უნდა მოვხდე, ხო, ამ გუნდში? HR-ს მოკლედ დავურეკე, რაღაცა ნომერზე, HR-ის მეილი მომცეს, მივწერე და მივწერე, რომ რეზიუმე არ მაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს გამოცდილება და მივწერე, რომ მე მინდა ძალიან მინდა ვიმუშაო თქვენს სასტუმროში, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და მე ყველაფერზე თანახმა ვარ. და ანუ გულწრფელი წერილი გააკეთა. გულწრფელი წერილი და მივწერე, რომ ესე იგი მე შემიძლია ლექსების წერა. ეს რაში უნდა გამომდგომო და იქ საინტერესოა, ხო? 16 თუ 17 წლის ვიყავი. დაახლოებით 1 თვეში დავიწყე მუშაობა გარე აუზის ტერიტორიის დამლაგებლის დამხმარე ვიყავი და ნუ აქედან დაიწყო ეს ჩემი რაღაცა ყოველ ჯერზე მე მხვდებოდნენ ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც მაძლევდნენ მინიშნებას, საითკენ უნდა წავსულიყავი. საერთოდ მგონია რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს 1000 მიზეზი იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერი, ან 1000 მიზეზი იმისთვის, რომ ვიყოთ უბედური. რას ირჩევ შენ? ამაზეა მთელი სამყარო და მთელი შენი კონცეფცია დამოკიდებული. და მე სულ ვირჩევ ბედნიერების მიზეზებს. იმიტომ რომ მეტი საქმე არ მაქვს დრო მაგ ნეგატიურ. ეს რაზეა დამოკიდებული? ეხა ესეც რომ მე მინდა რომ სულ ვიყო მაგალითად დრამატულ მდგომარეობაში. ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება და ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ძალიან მიყვარს ყოველი დღე რომელიც თენდება, ესე დილით როდესაც ვიღვიცებ, ჩემი საწოლის მოპირდაპირ მხარეს არის სარკე, როდესაც ჩავიხედავ ამ სარკეში და ვწმუნდები რომ მე ისევ თენგო ვარ, ისევ გათენდა, ყველაფერი კარგია. ანუ არის შანსი რომ გაიღვიძოთ შეიხედოთ რომ კაშკა თენგო არის ხო? რაღაც პარალელურ სამყაროში შეიძლება იყოს ეს შანსი. მე ვარ უკვე ბედნიერი და სრულიად საკმარისია ეს იმისთვის რომ მე დღე დავგეგმო ისე როგორც აი ეს ხალისიც ალბათ ოჯახიდან მოდის, შეიძლება მშობლებმა ჩაგინერგა, შეიძლება ბუნებით ხარ, აი ბებო იყო ძალიან ბედნიერი ყოველთვის, ლიტერატურის მასწავლებელი იყო 35 წელი, იყო ძალიან ბედნიერი ამ საქმიანობით და სწორედ ეს სტუდენტებთან, მოსწავლეებთან ურთიერთობა, გაზიარება, ჩემთვის ის იყო ყოველთვის ჩემი მაგალითი და ამისთვის მას რა თქმა უნდა სხვა ბევრ ამასთან ერთად ძალიან ვემადლიერები. საერთოდ მგონია რომ აი რაღაცა სამყაროს მთავარი კანონზომიერებაც ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა. ერთობა რა არის ხო? როდესაც ადამიანები ერთიანდებიან, ვიღაცა შეუძლია კარგად დახატოს, კარგად დაწეროს, ეს ყველაფერი შეფუთოს და მე მიეწოდოს სხვა აუდიტორიას.
ერთობა ზუსტად ესაა, ძალების გაერთიანება და როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, ანუ მე ჩემი როლით ვარ ძლიერი, თქვენ თქვენი როლით ხართ ძლიერი, ეს ყველაფერი უფრო აი როცა თქვენ როლში ძლიერი ხართ და წარმატებული, ალბათ გსმენიათ ეგეთი კითხვაც, უფრო თქვენ იღბლიანი ხართ და იმიტომ გამოგივიდათ. ძალიან ბევრჯერ ვთქვამთ ეს ჩემთვის, რომ შენ ხარ ძალიან, არა, მე ვცადი 1000 ჯერ და ეს არის 1001 ვარიანტი, როდესაც გამომივიდა. იღბალი არაფერ შუაში არ არის. იღბალი არის ის, რომ ადამიანებმა ძალიან ბევრჯერ სცადეს და არ დანებდნენ. სინამდვილეში ეს არის ჩემთვის ამ ტერმინის განმარტებაც. ეხლა ნახეთ, თქვენ საიდან გაიგეთ, ხო, ამ ამბის შესახებ, რომ რაღაცა მასტერკლას ვაპირებდით. წაიკითხეთ სოციალურ ქსელში. ვიღაცისთვის ეს არის იღბალი, ვიღაცისთვის ეს არის სტრატეგია, რომ ჩვენ დავმეგობრდით Facebook-სა და ეს წაგეკითხათ, ვიღაცისთვის ეს არის ურთიერთობის შედეგად მიღებული, ჩემთვის, ჩემი აზრით ეს არის ამ ამბავში დიდი ხელი ურევია სამყაროს თავად. იმიტომ რომ მას უნდოდა რომ მე ხვალ არა 10 და 15, არამედ 30 ადამიანს გავუზიარო და გავუკეთო ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა, ხო? რაშიც თქვენ უკვე მეხმარებით და ყველაფერი ნიშნებია სამყაროში და უნდა დავინახოთ. თქვენ თქვენი ინტერესები ქონდა ჩვენი და უბრალოდ დამთხევაც მოხდა ამაში, ხო? ანუ როდესაც თქვენი ინტერესი იყო გასულიყავით 30 კარტზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რაღაც გასაზიარებელი, ჩვენ შემთხვევაში ეგ იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ მუშაობთ, არსებობს რაღაც წესდება, რომ აუცილებლად საზოგადოების ყოველი წევრი რაღაცნაირად წარმოჩნდეს. მიუხედავად განსხვავებულობისა, მე ეს უნდა იყოს კარგი ამბავი და აუცილებლად თუ დაუშვათ ჭყალებში ცუდი ამბავი იქნება, სამაგალითო აღმოჩნდეს და რა თქმა უნდა არატრაუმულად ვაჩვენოთ იმისთვის, რომ გამოცდი როგორც იქ კითხულობდა რაღაც გამოცდილებას ღებულობ, ხო, ისევე ეს ნეგატიური გამოცდილება ადამიანმა გაიზიაროს და იქნებ 10-დან 2-მა მაინც აღარ დაუშვას ეს შეცდომა და თუ პოზიტიური გამოცდილების გაზიარება, როგორც ჩვენ ვარ დაინტერესებული თენგო მოვიდეს და ეს რამდენიმე წუთი რაღაცა ახალი გვასწავლოს. ხო, თანხმდებით თუმაზე უკვე რომ შეგვიძლია 3 წლის ბავშვიდანაც რაღაცა ვისწავლოთ. რა თქმა უნდა. ვინც ამას უარყოფს, ნუ კაცოդ ახლა. იცით, მანდ ეხლა თენგო ნიშნები ახსენეთ და ამ ნიშნებს დანახვა და ფოკუსირება უნდა, იმიტომ რომ შეიძლება ისე გაგეპაროს ეს ყველაფერი, მაგრამ აი აქ იმიტომ აღმოჩნდი, როდესაც მიდიხარ წარმატების გზაზე თუნდაც, ან 15 მარტს იმიტომ აღმოჩნდა ეს ტრენინგი, რომ ყველა კარი თავისით იღება. აი პირველ ამ კარს, რომელსაც 100.000 ჯერ ცადე, შემდეგ მოყვება თავისით გაღებული კარები. აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორედ ეს არის Wings-ის მთავარი კონცეფცია, რომ ჩვენ ვატარებთ წარმატების და გამარჯვების კანონზომიერებას. ეს არ არის მხოლოდ ტრენინგები და მასტერკლასები, ეს არის მოძრაობა, როდესაც ჩვენ მთავარ მიზნად დასაწყისში დავისახეთ, რომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რასაკვირველი აქ იქნება ბარიერები, იქნება წინააღმდეგობები, დაბრკოლებები, ვიღაცები ხელშეგვიშლიან, ზოგი მიზანმიმართულად, ზოგი ასე რაღაცა ასე მოხდება, მაგრამ რა თქმა უნდა ესეც მოტივაციაა და ჩვენ თავარია დავრჩეთ ჩვენი მიზნის ერთგული და აუცილებლად უნდა მივიდეთ ბოლომდე. ყველა კარს სამყაროში აბსოლუტურად ხსნის ღმერთი და როდესაც ღმერთი ხსნის კარს, სხვა არ არსებობს ზალა, რომელიც ამ კარს დახურავს. და თავარი რამ უნდა გვახსოვდეს ერთი, რომ უნდა შევწყვიტოთ სხვების დადანაშაულება იმაში, რაც არ გამოდის ჩვენ ცხოვრებაში. მე ასე მომექცა და მე ახლა ასე პატამ ეს შეეძლო გაიკეთებინა და არ გამიკეთა და ამიტომ არ წავიდა ჩემი საქმე კარგად. არა. ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ეს თავად გამოიწვიე და მე მინდა რომ ირგვლივ ბედნიერება და კაი ამბები გამოვიწვიო. ძალიან კარგია. გამოიწვიო დუელზეც. თუ საჭიროდ არ ჩან. დუელზე ბრძოლა არ მინდა რაღაცა ამბებზე ბრძოლა მხოლოდ იმისთვის რომ შევძლოთ ერთმანეთის დახმარება, ერთმანეთისთვის სასიამოვნო დადებითი ენერგიის გაზიარება. მე ყოველჯერზე როდესაც აქ მოვდივარ თქვენთან, ამისთვის დიდი მადლობა, სულ ასე ხდება. ანუ საუბრობთ ხელოვნებაზე, ანუ საუბრობთ რაღაც ახალ ინიციატივაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ახალგაზრდებზე. როგორ არის ხო? ეხლა რასაკვირველია თქვენ მეხმარებით ამ ყველაფერში, მაგრამ ეს ხო არის ის თემები, რომელიც აქედანაც მოდის. ანუ მე თვითონაც რაღაცნაირად ვიწვევ ამ ამბავს და მე ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა. მადლობას ვუხდით თქვენს გუნდს, თამუნას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით სულ მხარს რომ უჭერს ამ ამბებს და რასაკვირველია ადმინისტრაციას ხო რაღაცა გადაწყვეტილებები ხო ესე უცებ არ ხდება და თქვენი მიმართულება ნამდვილად ერთმნიშვნელოვნად არის ადამიანების დახმარება, მიმდინარე საქმიანობის რაღაცა პოპულარიზაცია, მხარდაჭერა. ჩვენ ვალდებულებაა ეგ.
ძალიან კარგად გამოგდით. ძალიან კარგად გამოგდით და მადლობა ამის. აი კიდევ ერთ-ერთი უნიშნელოვანესი არის მადლიერება. ეხლა თენგო რა სიტყვებიც გააჟღერა, რომ მადლიერება გამოხატოს სამყაროს მიმართ. თუ იქნები უმადური და არაფრის არ გწამს და არ გინდა, მაშინ არც ერთი კარი არ იხსნება და კიდევ ერთხელ დავაანონსოთ მასტერკლასს. ერთი მაგალითი მინდა რომ მოვიყვანოთ, თუ შეიძლება რა თქმა უნდა. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ნაადრევად გააჩინა ბავშვი, 7 თვიანი გააჩინა, ნუ გარემ ირგვლივ ყველა ნერვიულობდა ამაზე. მე ვუთხარი რომ ხალხო, დამშვიდით, ყველაფერი ძალიან კარგადაა. ამ ბავშვს მიეცა შესაძლებლობა 2 თვით ადრე იყოს ამ სამყაროში. ეს არის ავანსი. პირიქით, ეხლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, ეს ძალიან ხშირად უნდა გავუმეოროთ, როდესაც გაიზრდება, რომ შენ სამყაროსთან გაქვს 2 თვიანი რაღაცა უფრო მეტი ვალდებულება, ვიდრე ეს უნდა გაგეკეთებინა. საერთოდ თუ თითოეული ჩვენგანი რაღაც ამ პასუხისმგებლობებს უფრო შემოქმედებითად მიუდგება, უფრო კრეატიულად მიუდგება და შეეცდება მისი მნიშვნელოვნება, როლი ამ ყველაფერში გაზარდოს, ხომ? ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად იქნება. ტრენინგები და მასტერკლასები ჩვენ გვეხმარება პიროვნულ განვითარებაში. არ თქვა თუ არის ამ შესაძლებლობებზე, რა ვიცი, როგორ უნდა მივუძიოთ, ვინც გვიყურებს, არ თქვა თუ არის ამაზე, არ თქვა თუ არის ადამიანებზე, რომლებიც გვხვდებათ თქვენ ცხოვრებაში, ისინი ღმერთის გამოგზავნილი ადამიანები არიან და გაძლევენ რაღაც მინიშნებებს, მოусმინეთ სამყაროს ხმას და რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად შეეცადეთ იყოს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ყოველდღიურად და როგორ უნდა გააკეთოთ ეს, ამისთვის ხვალინდელი მასტერკლასი დაგეხმარებით. ამაზე მეტი რაღა უნდა ვთქვათ მაშინ. ვერაფერს ვეღარ ვიტყვი, დანჩეს მასტერკლასზე გაუზიარებს თენგო. კი ბატონო, შენ რამდენიმე წამში დაგემშვიდობებით. გისურვებ, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებები. ეხლა კი ჩემი რუბრიკის დრო მოვიდა და კიდევ ერთი წარმატებული ადამიანი მინდა გავაცნო მაყურებელს, თუ რა ბარიერები გადალახა, თუ რა სირთულეები გადალახა და შესაძლებელია ეხლაც უწევდეს ამ ბარიერების გადალახვა, მაგრამ ყოველთვის ფორმაშია, ყოველთვის თავისი საქმის წარმატებული პროფესიონალი ადამიანია, ეს გახლავთ ნათია მსხალაძე, ვისაჟისტი. შუადღე მშვიდობის. გამარჯობა. გამარჯობა. ნათი, დიდი მადლობა რომ მოხვედი, დაგვითმე დრო. ვიცით რომ ძალიან გადატვირთული ხარ. მოდი ვისაუბროთ შენს კარიერაზეც, ბიოგრაფიაზეც, ოჯახზეც, გაუსიაროთ მაყურებელს ის წარმატება, ის ბარიერები, რომ უფრო მეტად მივცეთ мотиваცია, ვინც გვიყურებს და თავადაც აიხდინონ ოცნებები. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, დაინტერესებისთვის და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ესეთ ამპლუაში სტუმრობა თქვენთან. მოდი, ამ გითხარია, ეხლა ამჟამად ხარ ვიზაჟისტი. კი. იყო ეს შენი ოცნება? თუ მანამდე კიდევ სხვა გზა გაიარე, რომ აქამდე მოსულიყავი? ზოგადად ვიზაჟისტობა, თვითონ მეიქაპის კეთება და ეს ყველაფერი ყოველთვის ძალიან momწონდა და ყოველთვის გამომდიოდა, თუმცა თავიდან ეს ჩემი პროფესია არ ყოფილა. აბა რა იყო შენი პროფესია? თავიდან დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაინორი სპეციალობა იყო ფინანსები და საბანკო საქმე და მუშაობდი ბანკში. შემდეგ, როდესაც შეუქმენი ოჯახი და გავაჩინე შვილი, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ წამოვედი სამსახურიდან, 5 წელი დავუთმე ბავშვს კონკრეტულად და ანუ აღარ დავბრუნებულ ვარ ძველ საქმიანობას. ანუ 5 წელი აღარ ქონდა სამსახური, იმიტომ რომ გადაერთე ოჯახში. ხო, ნუ ესე ჭირდებოდა. დროებით გვერდით გადავდეთ. კი ბატონო, იმ წუთას ესე ჭირდებოდა კონკრეტულად ჩემს შვილს და ამიტომ შესაბამისად აღარ გავსულ ვარ სამსახურში და ერთ დღესაც რაღაცნაირად ისე ინტერნეტში სკროლავდი და მომყვა ესეთი რეკლამა, რომ ბათუმში იხსნებოდა საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი, სადაც პედაგოგი უნდა ყოფილიყავი თქვენ. ტრენერი იყო ქრისტინა რეჯინი და რაღაცა დავინტერესდი, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა რომ ესწავლა პროფესიონალურად ეს საქმე და აი მოვედი და აქედან დაიწყო ყველაფერი. ოჯახზეც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ახერხებენ ქალბატონები ამ ყველაფერს. მეუღლის დახმარებით თუ თავად ართმევენ თავს, ამ შემთხვევაში თქვენთან როგორ ხდება?
იცით, როდესაც ყავს ოჯახი, თუ ვინმე მხელი არ შეგიწყო, ფიზიკურად ვერ შეძლებ და ვერ მოახერხებ სრულყოფილად აკეთო შენი საქმეც და რა თქმა უნდა მიხედო ოჯახსაც. კი, რა თქმა უნდა, მეხმარება, მიწყობს ხელს ყველაფერში, იმიტომ რომ ეს ისეთი საქმეა, ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, ძალიან დიდი კონკურენცია არის, ამავდროულად არც ოჯახს არ უნდა მოაკლო ყურადღება და შესაბამისად კი, რა თქმა უნდა, ურთიერთშეთანხმებით ხდება ამ ყველაფრის კეთება, რომ ქალმა ზოგადად ქალს ყავდეს ოჯახიც და აკეთოს თავისი საქმეც და რაღაც დოზით იყოს წარმატებული. ხო, არ არის მარტივი, ეს ძალიან რთულია. რას ეთყოდი იმ ქალბატონებს თუნდაც, აი როგორც შენ ქონდა 5 წელი პაუზა, შესაძლებელია ვიღაც 5 აქვს, 10 აქვს. რა უნდა გააკეთონ ამ დროს? იმიტომ რომ აი ამ კომფორტის ზონაში რო ხარ, ან თუნდაც კომფორტი არ არის, მაგრამ კარგადაც არის ამ მშვენივრად, მაგრამ რაღაცის დაწყება უნდათ და არ შეუძლიათ, რაღაც არ აძლევს ამის мотиваციას. იქ შეიძლება ფინანსური მდგომარეობა იყოს, იქ შეიძლება ოჯახური, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა გააძლიერო საკუთარი თავი. ჩვენ ვიცით უამრავი ფსიქოლოგია ის უბრალოდ აი შენი აი ეს წესები, რამაც გამოგიყვანა, რამაც მოგიყვანა აქამდე. ზოგადად, ჩემი პირადი აზრია ეს რა თქმა უნდა და ჩემს აზრს გავუზიარებ ყველას. რა თქმა უნდა, ქალის პირველი და უმთავრესი საქმე მაინც არის ოჯახი, მაგრამ ყველა ოჯახს ჭირდება რეალიზებული დედა, ცოლი, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ შენ იყო შენს თავთან თავდაჯერებული. რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალი უნდა იყოს რაღაცა დოზით რეალიზებული, ყველა ქალმა უნდა აკეთოს თავისი საქმე. და ეს ყველაფერი რომ დაბალანსებული ექნება, უკვე ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული დედაც იქნება, მეუღლეც იქნება, იმიტომ რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რაღაცნაირად საქმით დაკავება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა ერთ კონკრეტულ საქმეზე ფიქრი, მაგალითად. ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად 5 წელი რო ახსენე, ამ ჩაკეტილობამ რა გამოიწვია, მედალს ხორი მხარი აქვს. შეიძლება мотиваციაც მოგცა, მაგრამ ამ დროს დაგიგდო. აი, უარყოფით მხარეებზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს გვგონია მხოლოდ ჩვენ გვემართება, მხოლოდ ჩვენ განვიცდით და ესე არ არის. ჩვენ მარტო არა ვართ. ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვისაც ის აზრიც მოდის, ის პრობლემაც აქვს, ხო? დიახ. ეხლა რა ხდება? კი, რა თქმა უნდა, მე მერწყული ვარ და ჩემთვის ძალიან უნიშნავია ასტროლოგიურ ნიშანს უსმევ ხას, ანუ მერწყულს ძალიან უყვარს ეს კომუნიკაცია, საქმე, გარეთ გასვლა, ანუ ასტროლოგიაც გიყვარს ძალიან. ეს არ არის მერწყულის საქმე და ნუ რა თქმა უნდა, სულ დისკომფორტი მქონდა და შინაგანი, ესე რა ვთქვათ, ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან, მაგრამ ეს იმ წუთაში ჩემ სიტუაციას ძალიან ჭირდებოდა და შესაბამისად ვაკეთებდი იმას, რაც ჭირდებოდა ჩემს შვილს. მაგრამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც იწყებ რაღაცას, აი რაღაც ბიძგი ყოველთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აი ვიღაც ადამიანი, ვიღაც, ნუ რა თქმა უნდა, შენ უნდა იშრომო აუცილებლად და შენც უნდა აკეთო შენი საქმე, პასუხისმგებლიანად უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ, მაგრამ ანუ რაღაც ხდება ცხოვრებაში გვიგზავნის ადამიანს უფალი, რომელიც თქვათ შენს წინსვლას და შენს კარიერულ წარმატებას რაღაცნაირად ხელს უწყობს და ჩემ შემთხვევაში მართლა ის სრულყოფილად გულწრფელად გეუბნები, ეს ადამიანი იყავი შენ. აი მე მადლობ. შენ იყავი ჩემი პედაგოგი და რაღაცნაირად ანუ თავიდან რომ დავიწყე ეს საქმე, მახსოვს პირველი აი დამთავრებულიც არ მქონდა სწავლის პროცესი თუ გახსოვს, პირველი პრაქტიკა გამიშვი მარტო ანა სედაკოვასთან უნდა გამეკეთებია მეიქაპი. ნუ ეხა ვიაგრას ერთ-ერთ სოლისთან მიდიხარ, იმიტომ რომ სპექტაკლი გქონდა თეატრში და ვერ ასწრებდი ფიზიკურად ამ, ნუ მეუნები, უნდა წახვიდე შენ. და რაღაცნაირად ეს იყო, აი რაღაც გამოჩნდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდი ალბათ ეს. ეხლა ძალიან მწხვენია რა საცალო მაყურებელთან. ცოტა გავწიდი კიდევ ამ გონი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. ამ საქმეში თუ რაღაც ესეთი სწორი გზით წავსულ ან წარმატებისთვის მიმიღწევია, ამისთვის შევიდა გადაგიხადო მადლობა. ეხლა უხერხული ამაზე რომ ვისაუბროთ, ადამიანი თუ არ ინდომებს, მხოლოდ ის ადამიანები, რომელსაც სამყარო გზავნის, არ არის ეგრე. სხვადასხვა თეგოსთან საუბარში წეგან ერთი რაღაცის დამატება მინდოდა და ახლა მომეცხრა შვილები
გესმება იგივე. ანუ ხშირად გვემართება, ყოველ ჩვენგანს გვემართება ერთი მინუსი გვაქვს თან ისეთი თითქოს და გონია რომ კარგ რაღაცას შვებით. როდესაც მადლობას გვიხდიან, რატომღაც ყველანაირი ხერხით ვცდილობთ ეს მადლობა ავიცილოთ რაღაცა 1000 ილეთებით და ახო პირიქით შენ რომ მადლობას ეუბნები და შენ გეუბნები და არაფერი და ამ დროს შენ მართლა გული ჩადია ყველაფერში რომ მადლობა გეთქვა რაღაცა იმისთვის და ამ დროს გეუბნებიან რომ ეგ არაფერი არაა. როგორ არა არაფერი კაცო? შენ თუ ადამიანი გიმადლეს იმას რომ მართლა შეიძლება უმნიშვნელო იყოს შენთვის აი ერთი ხელის მოკლებით გაუკეთე ადამიანს კარგი, მაგრამ მისთვის ცხოვრება შეიცვალა, მივიღოთ რა. ჩემ თავსაც ეუბნები თქვენს გეუბნებით, შენს გეუბნებით, თქვენს გეუბნებით. მადლობა, უბრალოდ მე მევუხერხულა, იმიტომ რომ ნაცნობი ცხოვრებას სალაპარაკოთ მოვიყვანე და გაკეთებულის აღიარება მევუხერხულა. კომპლიმენტი წარმატების, ანუ ერთ-ერთი, ანუ ჩემს ცხოვრებაში აღნიშნე წარმატება და ანუ ჩემს საქმიანობაში წარმატება და ნუ კონკრეტულად ერთ-ერთ მაგალითად თქვენც ხართ და ამიტომ აღნიშნე ეს. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, შენი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ამომავალი წერტილი არის შენი ორი ვაჟი. აი შვილებზეც რო ვისაუბროთ. კი, მე ვარ ორი ბიჭის დედიკო, ალექსანდრე და ლაზარე. ალექსანდრე არის 11 წლის, ლაზარე არის 2 წლის. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი წარმატება ჩემი ცხოვრების არის ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა, რაც თუ გამიკეთებია და უმთავრესი მაინც მათი აღზრდა არის, მათზე ზრუნვა არის და მათზე, ესე რომ ვთქვათ, მათი წარმატებისთვის საქმეების კეთება და ნუ შემდეგ უკვე კარიერა. ჩვენ წინასწარმეტთან მადლიერებაზე ვსაუბრობდით, იმაზე რომ შეიძლება გვირაბის ბოლოს სინათლეს ჩანდეს და სხვა ადამიანები ამას ვერ ხედავდნენ. აი შენი საქმისთვის, საყვარელი საქმისთვის გაგიკეთებია, გაგიღია, გადაგიდგა მსისნაბიჯები, სადაც შესაძლებელია არ ყოფილა დაფინანსება, მაგრამ აქ გიგრძნია, რომ აი ეს მადლიერება, აი ჩემი საქმისადმი სიყვარული მომიტანს შემდეგ დიდ წარმატებას. ამაზეც რო გვესაუბრო. და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ და დღემდე. ანუ უანგაროთაც, ანუ არ მიყვარს ზოგადად ამ თემაზე საუბარი, მაგრამ არა ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცი ერთ-ერთ პროექტზეც მუშაობ, სადაც მნიშვნელოვანია შენი ფაქტორი. ბევრჯერ მიკეთებია უანგაროთაც ჩემ საქმეში მიმიღია მონაწილეობა, ვთქვათ, ამა თუ იმ პროექტი იქნებოდა გადაღება არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ჩემი მომავალი კარიერისთვის მნიშვნელოვანია. ნუ რაღაც გამოცდილებაც არის ზოგჯერ, რაღაც კეთილი საქმეც უნდა გააკეთო, ამისთვისაც გამიკეთებია. არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმები, რის გამოც ანუ ყველაფერს ესე ფულზე ვერ გაყიდი, ესე რომ ვთქვათ. და ვიცი რომ ერთ-ერთ საინტერესო პროექტზეც მუშაობ ახლა. დასრულდა ეს პროექტი. სხვათა შორის 16-ში არის ამ პროექტის ესე რომ ვთქვათ პრეზენტაცია და შეუძლია მაყურებელს მოვიდეს იხილოს ფოტოგამოფენა, ხო? როგორც ვიცი. ფოტოგამოფენა არის, კი, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ანუ მოზარდების ბავშვების და მათი მშობლების პროექტი იყო, ანუ ფოტოსესია. იქ ვიზაჟზე მუშაობდი მე, იყო დიზაინერი, რომელიც ლუქსზე ზრუნავდა, ფოტოგრაფი ამ ყველაფერს აღბეჭდავდა, ყავდა ორგანიზატორები, მაგრამ ამაზე ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე მოგიწევთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მონაწილე იყო და გვინდა რომ რასაც შევძლებთ და სტუდიაში დავატოვებთ, ის მონაწილეები მოვიწვიოთ. ეხლა მაინტერესებს მეუღლის დამოკიდებულება, როგორ გულშემატკივრობს. ანუ მისი თანადგომა. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ამას არ გამოხატავენ მამაკაცები, მაგრამ არის ხოლმე ძალიანაც გამოხატავენ და აი ქალბატონის უკან დგას ზუსტად ის ძალა, რომელიც მიყავს მაგალითად წინ და აი ამ ძალას და ბიძგს აძლევს. შენ შემთხვევაში როგორ არის? კი, რა თქმა უნდა, მეუღლის თანადგომა რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. მეუღლის თანადგომით, ოჯახის წევრების თანადგომით, დედაჩემის თანადგომით, ანუ ძალიან მეხმარება დედაჩემი და რა თქმა უნდა, ჩემი მონდომებით კეთდება ეს ყველაფერი ერთობლივად. და რამე კითხვა ხო არ გავა? მე ახლა ვფიქრობდი ამ ლაპარაკის და პრინციპში მნიშვნელოვანი არის ალბათ ხო ვიღაცა რომ გვერდზე გიდგას, იმიტომ რომ მარტო ხანდახან რაღაც საკითხებზე მუშაობა რთულია. თუმცა არა აუცილებელი მე მგონი ეს მეუღლე იყოს, ან ვიღაცა ყოველთვის არის ჩვენ ცხოვრებაში, თეგოს დავეყნოთ ჩვენს სტუმარებთან. რა ვიღაც ყოველთვის გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, ვინც დაგვიდგება მხარში და გამონახავს რესურსს და დროს იმისთვის, რომ დაუშვოთ მხარი დაგიჭიროს რაღაცაში, იმიტომ რომ
შეიძლება იგივე მეუღლეს არ ეცალოს უბრალოდ ამისთვის. ისიც შენნაირ ამბავში იყოს და ამიტომ შეიძლება თქვენ ერთმანეთს რაღაცა ერთად. შეიძლება ამ დროს შენზე მართლაც 3 წლის ბავშვი მოქმედოს, ხო, იგივე შეიძლება. აი იცი რა არის ახლა ჩვენ აქვს ხედავთ რაღაცა ესე მეიქაპით, კარგად დავარცხნილები, მაგრამ სინამდვილეში სახლში კადრს მიღმა კიდევ მეორე სახე გვაქვს, ხო? კიდევ უფრო მეტად ნამდვილი სახე. ეხლა ვცდილობთ რომ რეალობას და სინამდვილეს რაღაც დოზით არ ავწდეთ, მაგრამ რაღაცა მაინც აი გარემოებებიდან გამომდინარე, გვიწევს რომ ვითამაშოთ და მოვირგოთ რაღაც ნიღბები. როგორია ნამდვილი ნათია, თუ კიდე რომ ამაზე ისაუბრო, აღნიშნო და რატომ გვიწევს ხოლმე ამ ნიღბების ტარება? უფრო სულიერებამდეც რა დავიდეთ. ნამდვილი. მოკლედ, რა თქმა უნდა, კადრს მიღმა, ანუ საზოგადოებაში როცა არ ხარ და ესე შენთვის ხარ კარები დახურული და ესე სახლში მარტო, რა თქმა უნდა, ყველანი სხვანაირები ვართ, უფრო მეტად ნამდვილები ვართ, უფრო ხან მეტად გაბრაზებულები ვართ, ხან მეტად სევდიანები ვართ, ხან მეტად კარგ ხასიათზე ვართ, ნუ სხვადასხვანაირები ვართ. საზოგადოებაში ასე თუ ისე ზოგჯერ მაინც გიწევს რაღაცა დოზით თამაში. მე არ შემიძლია და ნაკლებად ვთამაშობ, მაგრამ მაინც ანუ შეიძლება ყველამ თქვას რომ არ ვთამაშობ, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ყველანი ასე თუ ისე ვინიღბებით თავს ვიწესრიგებ და ისე გავდივართ. ეხლა სახში ვერ ვიტყვი რომ ესე მაკიაჟით და სუთმა დავარცხნილი დავდივართ, თუმცა რა თქმა უნდა ვცდილობ რომ სახშიც ვიყო მოწესრიგებული. ეს ისთვის არის იცი მნიშვნელოვანი, რატო დავსვი ეს კითხვა. მეც მქონია ხოლმე ვარსკვლავებს როცა ვუყურებ, მაგალითად აი ჰოლივუდის მსახიობებს და რო აქვთ აი ეს Instagram გვერდები, Facebook გვერდები. იქ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ ხოლმე და მეგონა რომ სულ ესე მოჭმულები, სულ ესე ბედნიერები და არავინ არაზიარებ და ეხა უკვე დაიწყეს, იმიტომ რომ სინამდვილე და სინახდე უკვე დავიდა იქამდე, რომ ესეც გაყიდვადი გახდა სოციალურ ქსელებში. არავინ არაზიარებდა მანამდე და აი ადამიანს, რომელსაც უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს, გონია რომ იმ ადამიანს ის ბარიერები და ის პრობლემები არ აქვს და ჩვენ ზუსტად ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი აქედან მოვდივართ, აქედან ვაღწევთ ამ ყველაფერს და აქამდე რომ მოვიდეთ, რაღაც გზის გავლა გვიწევს. რეალურად ესეც არაფერი არ არის, ხო? თავარი არის სულიერი სიმშვიდე, კარგი ადამიანები ირგვლივ და სიყვარული. თორე ვიღაცისთვის ეხა წარმატება, პატა და მეთანხმება არის რაღაც დიდი შემოსავალი, ვიღაცისთვის დიასახლისობა, ვიღაცისთვის თავის შვილთან 5 წუთი რო გაატარებს დრო. ესეც ინდივიდუალურია. ნუ ბედნიერება იმდენად გარდამავალია ჩემი სუბიექტური აზრით, რომ რაღაც მომენტში შეიძლება რაღაც მიზნისკენ მიდიოდე, მაგრამ რომ იქ რო აღმოჩნდები, სადაც გინდო და რაღაც პერიოდის მერე ხვდები, რომ უიმე აქ ბედნიერება არ ყოფილა. კი დავტყვი, ჩემ თავს უთხარი რომ რა მაგარია აქ ყოფნა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მე აღმოჩნდება რომ კიდე რაღაც სხვა მინდა. ან რადიკალურად სხვა, აქ თურმე ეს ბოლოსაფეხური არ ყოფილა და კიდე მინდა და ამ შემთხვევაში რომ კიდე ერთხელ კითხოთ, ანუ კიდე რამე თუ არის თქვენ ცხოვრებაში, მაგალითად, რასაც სიამოვნებით გააკეთებდით და უბრალოდ მაგისთვის დრო არ გაქვთ, ან დავუშვათ ფიქრობთ იმას, რომ აი აქ რო ზღვარს რაღაცას თქვენთვის სასურველ ზღვარს მიხოთ, მე აი ამასაც დავუშვათ შევავლებ ხელს. იცით, ჩემ შემთხვევაში როგორ ვარ, ანუ როდესაც თქვათ რაღაც ერთი მიზანი არის, ანუ შემდეგ, ანუ ძალიან მომავალზე არ ვფიქრობ. ანუ ჩემთვის თავარი არის ეხლა ამ წუთას, რასაც ვაკეთებ, თქვათ ის დაწყებული საქმე მივიყვანო ბოლომდე. აი ეს იქნება კარიერა, ანუ შემდეგ უკვე ნებისმიერ წარმატებას თუ წარუმატებლობას მოსდევს მომდევნო მიზნის დასახვა. ანუ ესე წინასწარ ძალიან ესე შორს, ანუ არ ვისახავ ხოლმე მიზნებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რაღაცეთ ადამიანის ბუნება მაინც ასე თუ ისე ხარბია და მართლა ბევრი და ბევრი გვინდა. მაგრამ ანუ რაღაცნაირად რაღაც რო გვაქვს და მოგვეცემა ცხოვრებაში, რაღაცა დოზით მადლიერებიც უნდა ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და რაღაცით შევირგოთ. კლასიკური მემარჯვენე ხარ, ხო? ანუ ხო, ანუ შეიძლება ჯერ ერთი ამბავი მე მეორე ბიზნესი. ეხა და ამჟამად და ამ წუთას, ანუ რაღაცა უფრო ამ მომენტით ვარ მე ამ წუთას ამ момენტით ვტკბები და არის მაგალითად ფიქრებით თავს 5 წლის შემდეგ რა იქნება? არა, მაგას ნამდვილად არ ვფიქრობ, შემდეგ რა იქნება. ანუ მაგას არ ვფიქრობ. კითხვების დასმის საერთაშორისო დღეა დღეს ნაცია. მოკლედ მე და პატამ რომ კითხვები დაგისვით, ამიტომ შეგავგს დღეს უფლება, მეც დამისვა კითხვა და დიდი სიამოვნებით. სამაგიერო გადამიხედ. გაცლებ ამის ფუფუნების საშუალებას. ანუ თქვენ რო კითხავთ. კი, იმიტომ რომ კარგი დღეა და ესა დაგება და შეგიძლია დამისვა კითხვა.
ძალიან კარგი. ჩემთვის მაგალითად შენ ხარ ძალიან წარმატებული, შემდგარი და ერთ-ერთი ცნობილი ბათუმელი ქალი, ხო? ქალბატონი, ადამიანი და მე კითხავდი, მერი, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო? თქვენ ძალიან ბევრ ამის ახერხებთ, ძალიან ბევრ პროფესიას ფლობთ ერთდროულად, ხართ მსახიობი, ვიზაჟისტი, ტელეწამყვანი, ხართ დედა, არაჩვეულებრივი როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს? აი პროდიუსერმა იცის უკვე ჩემი პასუხი რა იქნება და ყურში მეუბნება შრომა, მერი, შრომა. ხო, ყოველთვის შრომობ და ეს მოდის სხვათა შორის დედისგან, იმიტომ რომ სულ მესმოდა ბავშვობაში, ვინც იშრომებს, ის ყველაფერს მიაღწევს და აი ეს არის ჩემი ოქროს გასაღები. ოღონდ აქ ჩვენმა წინა სტუმარმა აღნიშნა, რომ 1001-ჯერ რო გავაკეთე, გამომივიდაო. არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა წამოვწვეთ სავარძელზე და ვთქვათ, რომ არ გამომივა, როდესაც ერთხელ რაღაც არ გამოგივა, თუნდაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, Walt Disney სანამ დააფინანსებდნენ, რამდენ კომპანიაში მიიტანა და ჰქონდა იმათგან უარყოფა. არ უნდა დავნებდეთ. ნუ ერთი დაშვებაც გავაკეთოთ, რომ თუ თქვენი საქმე პირდაპირ დაკავშირებულია სავარძელზე წამოწოლასთან და ასე აკეთებთ საქმეს, კაცო შეიძლება პირიქით ამ შემთხვევაში თუ რა გააგრძელეთ მაგ სავარძელში ყოფნა, თუნდაც ახლა რასაც შენაკეთებ და მაკედან კარგად აკეთეთ თქვენი საქმე, ეს არ მოგიშალოთ, ასე ვთქვათ, საკუთარმა თავმა. პროფესიასთან ახლოს არის და პირიქით ხელს უწყობს და კომფორტის ზონაში არის. ეხლა მე თუ მითხარი სავარძელიდან და ადექი და რაღაცა გააკეთო, გამოვა ეთერიდან გავალ და მე პროდიუსერი გამიწყრება. კი ბატონო, დაგემშვიდობებით ნათია. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი გვეწვიე სტუდიაში და გაუზიარე მაყურებელს ის გამოცდილება, რაც ალბათ სამოტივაციო იქნება მათთვის და ფარხმალს არ დაყრიან და მიაღწევენ თავის მიზანს. მადლობა თქვენ. ეს რამდენად მნიშვნელოვანია რა დაჩვეული რო ხარ რაღაცა მოქმედებას და ეხლა ცოტა პაუზა გქონდა მაყურებელი ალბათ იფიქრებდა რომ ასაკეთებელი სერიას ეს ჩვევა როდესაც დავუშვათ ჩვენ ეხლა ცოტა გავასწარით მოვლენებს და გავშეშთით იმისთვის რომ არ გაგვეფუჭებია კადრი თქვენთვის ეს სამზარეულოში ჩაგახედეთ ჩვენსაში შიდა სამზარეულოში თუმცა სამზარეულოს ამბავზე კარგად გამოვიყენებ ხა ამ ამბავს ზუსტად სამზარეულოში უნდა გადავინაცვლოთ მაგრამ ამ შემთხვევაში პირდაპირ კულინარიასთან გვექნება საქმე და არა ტელევიზიის შიდა სამზარეულოს პატა არის გურმანი და ალბათ სახეზე უკვე გურმანი არა ჭამა უყავს რაოდენ ბედნიერია და როგორ წარმოთქვამს ამ სიტყვას იმიტომ რომ დღეს იცის რა დღეც არის სამაგეროდ რეჟისორს ისევ შიდა სამზარეულოს რო დაუბრუნდეთ რეჟისორს მაგალითად პროდიუსერს და კამერასთან ვინც ადამიანებს რამდენი შრომა უწევთ იმისთვის რომ არ გავამოჩინონ სინამდვილეში რამხელა ვარ შეიძლება ორჯერ ამხელა ამაზე მეტი ვარ ხო და რაღაც ისეთი პოზა მაქვს მიღებული რომ არ ჩანდე ისეთი კი ბატონო ეგრეა და არ შემიძლია რო არ აღვნიშნო სანამ გადაცემას დავიწყებდით ყურში ისეთი სასიამოვნო გარემო შეგვიქნეს და ისეთი მუსიკა იყო რომ 90-იან წლებში გადავეშვი და აი ამ განწყობით შემოვედი და პატამ სწორი ნორმალური ქვეყნების 90-იან წლებში რომლებიც არ ჩანან ჩვენს ზურგს უკან კადრს მიღმა ყურში დეტალურად ავუხსენი მაყურებელს ძალიან დიდ შრომას დებენ ამ საქმეში და ძალიან დიდი მადლობა თითოეულს და მადლობა რომ ეს შევახსენეთ მაყურებელს და მადლობა ჩვენ. გავიხსენეთ. ხო, მოკლედ, რა თქმა უნდა, რუბრიკა აჯაბსანდალზე იყო თავიდან საუბარი, ეს რაღაცა მივედმოვედეთ, როგორც ხდება ფინჯან ყავასთან ხოლმე მეგობრებთან ერთად საუბარი და ყოველთვის იმედი გვაქვს, რომ ერთადერთი რაც ყოფს რეალურად ჩვენ და მაყურებლებს, ეს არის უბრალოდ ეს ეკრანის შუშა. სინამდვილეში რაღაცნაირად ვისურვებდი, სულ მქონდა იდეა, რომ აი ეს მაგიდა რაღაცნაირად მიდებული იყოს ეკრანზე და იქედანაც მაგიდა იყოს მაყურებლის მხრიდან და განცდა იყოს, რომ ერთი და იგივე მაგიდასთან ვზივართ. პატა, სხვათა შორის საერთაშორისო დღეა თქო კითხვების დასმის თქო და შეგიძლია შენც დამისვა კითხვა გიპასუხებ. კი. სანამ ნონა მოემზადება და ჩაგვერთა. ხო, ნონა სანამ მოემზადება, რა შეკითხვა უნდა დაგისვა? რა ვიცი, ძირითადად ყველაფერს ხედავ ხოლმე აქ პროცესში. მე უბრალოდ მინდოდა აღვნიშნო, რომ ჩამჭრელი კითხვა არ დამისვა პირდაპირ ეთერში. რა კარგია, როცა ამდენ რაღაცას ახერხებ და კომფორტულად ხარონო. და როდესაც მაგალითად ხო დღეები, როდესაც თუ ფიქრობ, რომ აი ამის ძალა არ გაქვს. მაქვს ეგეთ დღეები. არის დღეები, როდესაც დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ სწორად მიდიხარ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სხვა ხედავს, რომ აი ყველაფერი წარმატებს. აი მაგ მომენტებში რას აკეთებ, როგორ
ეჭიდავები თავს ან რაღაცა მანტრა თუ გაკეთენგო ამბობდა რომ გები და სარკეში უყურებ ჩემთავს მე ვარ თუ არაო და მე ადვილია შენ ასე ხო ეხა გულწრფელი რო ვიყო რას ვაკეთებ არ ვიცი მაგრამ თვითონ ის ემოცია მაგას რო გრძნობდე რასაც მეუბნები არის საშინება მგონია რომ საერთოდ არ მაქვს სამსახური ვარ წარუმატებელი არ ვაკეთებ არაფერს და მივხვდი დაკვირვებით იმას რომ ენერგიის ნაკლებობა მაქვს ამ დღეს როდესაც არ მაქვს ენერგია ფსიქოლოგიურადაც დათრგუნული ვარ და მგონია რომ იმ დღეს არაფერი არ გამომივა რაღაც მაგრამ ვისწავლე ის რომ უნდა ავდგე და საკუთარი თავი განვაწყო იმისთვის, რომ აი ამ ენერგიას არ მევაქციო ყურადღება, თუნდაც იმიტომ, რომ სხვებს არ გადავდო ჩემი ცუდი ხასიათი. და ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, მაგრამ ესეთი დღეები არის იშვიათი. იმიტომ, რომ იმდენად გამიჯდა ავტომატურად ეთქობა ის, რომ ეს თუ თანაბრად იშვიათია. ცირდება და თანაბრად იშვიათია. გამოცდილებას ხოთა შორის კი, გამოცდილება და პრაქტიკაში გადამივიდა, უკვე ეჩვევა, იმიტომ ეთქობა კოდი მივაწოდე გონებას და გავხდი აქაც ცოტათი რობოტი, მაგრამ მირჩევნია, ანუ ჩემი განწყობა სხვას არ გადავდო და არ გაუფუჭო დღე და ეს უკვე ლავირება მოვახდინე უკვე ამ ყველაფრის. ნუ თავარი არ დაიმუხტო ისე და უშუალოდ ენერგია დამაკლაო და ბატარეიკები შეჭამო, ხო? უკეთესია, ეს რაღაცები გაკეთო. ხოთა შორის ეს გუშინდელი დადასტურებული ფაქტია რა, ფსიქოლოგიამ ეს კარგახანია გამოიკვლინა პრაქტიკულად რომ როგორც შიგნიდან გარეთ მოქმედებთ ასევე ხო ჩვენი რაღაც სურვილების განხორციელება ხდება ასევე ხდება თუ ჩვენ მაგალითად ხშირად მსახიობებმა იცით ეგ ვითუმეტეს კარგად გაქვთ შესწავლილი როდესაც დაუშვათ ძალით ვიღიმით ტვინი უკავშირს ღებულობს სიგნალს აქედან და მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ვთ ამის ხასიათზე ტვინი ღებულობს სიგნალს რომ ჩვენი ტყეჩევი ღივილის ასე ვთქვათ მდგომარეობაშია და ნელ-ნელა იწყებენ იმ ნივთიერების გამომუშავებას სიხარულის ენდორფინების უკავშირით შესაბამისად ეგ მოქმედებს ხშირად რაღაცნაირად ჭყალებში ვაძალებთ საკუთარ თავს რაღაც მოქმედებას რომელიც თანხმედრაშია იმ კარგ განწყობასთან და მერე ორგანიზმი ნელ-ნელა ასე ვთქვათ ამ უკავშირით იწყებს შენ წაკითხული გექნება ალანპიზის სხეულის ეინა სხვათა შორის ის ყალბი ღიმილიც ნამდვილი ღიმილიც არის შესაძლებელი ანუ ფსიქოლოგია ჰაერიდან არ გაჩნდა ეს იყო ადამიანების შესწავლის მეთოდი და ფსიქოლოგიამ ძალიან ბევრი აიღო სამსახიობო ოსტატობისგან თავისუფლად მორენო მუშაობდა და ბევრი ფაქტები ამ წიგნში მოყვანილი ვიღაცას რომ უნდა რომ ლიდერი იყოს და ხელი როგორ აქვს გადახვეული როგორი არის ყალბი ღიმილი როდესაც ნამდვილად იცინით აი ამ ალანპიზის სხეულის ენა ესეთი წიგნია როდესაც ნამდვილად იცით თვალებთან აი ესე პატარა ნაოჭები ჩდება გვეჭუტება თვალები მოგლეთ სანამ მარტო შედარჩევშა ნაოჭები და არ გაგულანძღეს პროდიუსერებმა ნონა ჩაგვერთვება ახლა თავისი აჯებსანდალით სტუმრად თავის სტუმარსაც წარგვიდგენს თვითონაც პრინციპში სტუმრად თქვენ სტუმრის სტუმარი ხართ გარკვეთ რომელი ხართ და ძალიან გთხოვთ გითხარით რას ამზადებთ იმიტომ რომ რაღაც ძალიან კარგი დეტალები გაქვთ კი ბატონო შუადღემშვიდობის ნონა კულინარიული დეტალები შუადღემშვიდობის სამერი სოფო პატა აბა თუ ამჩნევთ ნაოჭებს ჩემს თვალზე რამდენად გულწრფელად ვიღიმი რას ფიქრობთ აი ხა გულწრფელი ხარ ძილეში ძალიან ბედნიერი ვარ როგორ არ უნდა ვიყო როცა ჩემს წინ ესეთი სილამაზე ინგრედიენტებია და ძალიან გემრიელი კერძი უნდა მოვამზადოთ რა კერძს მოვამზადებთ და კონკრეტულად რა ინგრედიენტებია ამას ჩემი რესპონდენტი გაუზიარებს მაყურებელს და თქვენ მოკლედ ჩემი რესპონდენტი დღეს არის ქრისტინე ცანავა ერთ-ერთი წარმატებული კულინარიული შოუს ფინალისტი და მოგესალმები ქრისტინე ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმე დრო და ვუთხრათ მოდი ჩვენ მაყურებელს რა კერძს მოვამზადებთ დღეს ჩამოთვალოთ ინგრედიენტები და მე უკვე ჩაგეკითხებით კონკრეტულად თქვენზეც რაღაცები გავაგებინოთ მაყურებელს. რა თქმა უნდა, გამარჯვებათ, მოგესალმებით პირველ რიგში და მე შემოგთავაზებთ აჭარულ მივიწყებულ კერძს ერიშტას. მიუხედავად იმისა, ყველა აკეთებს თავისებურ ვერსიას, არის მივიწყებული აქედან გამომდინარე კულინარია ჩიხში შევიდა და რო არ მინდა ჩიხში შევიდეს, მინდა რომ რაღაცნაირად ჩემებული ვერსიითაც გავაცოცხლო, მაგრამ ძირფესვიანური რაც არის ძველი ტრადიცია არ დავკარგოთ, არ უნდა დაგვავიწყოს საიდან მოვდივართ. რა თქმა უნდა. ფესვების საიდან გვაქვს და ერიშტა ზოგადად კეთდებოდა ქორწილებში, რადგან საშუალება ხალხს არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე აჭარა ზოგადად ქართველები ძალიან ჭკვიანი ხალხია და მოფიქრებას რა უნდოდა. რა თქმა უნდა, რაც ჰქონდათ, რაც ებადათ, შაქარი, ფქვილი, მარილი, აქედან არაჩვეულებრივი კერძი ერიშტა გააკეთეს და მე გავაკეთებ ტრადიციულ და მე ცოტა შევალამაზებ ჩემებული ვერსიით. მოდი დავიწყოთ. ესე იგი მარტივი და გემრიელი კერძი შეიქმნება დღეს. კი, ნამდვილად. ძალიან კარგი. პირველ რიგში დაგჭირდება ფენები ანუ ბიშები, რო ვთქვათ, მე წინასწარ გამოვაცხე, რადგან ეთერი იყო, ესე დაგეხო. და წინასწარ გამოვაცხე, ამას დავჭრით ამ სასურველ
ფორმებად, ну, რა თქმა უნდა, თქვენ როგორც გინდათ, არის მსხვილება ჭრიან, არის ცვლილებად, მაგრამ მე რატომღაც გადავწყვეტე, რომ შერბეთი უფრო შევიდეს და კარგად შეიწოვება, გემოები დაბალანსდება, ხო? და იქნება ძალიან რაღაცა გემრიელი. მე ყოველ შემთხვევაში ესე მომწონს. მაგრამ ეს უნდა იყოს ცივი, შერბეთი უნდა იყოს ცხელი. ანუ თუ იქნება შერბეთი ცხელი, ეს უნდა იყოს ცივი. ანუ ესე უნდა დააბალანსოთ, რომ ჩალბეს და ლამაზად გამოვიდეს. ამ შემთხვევაში ეს არის ცივი. ხო. ავიღებთ ესე იგი კერძის. აი ესე მარტივად. დავასხამთ შერბეთს. მე უკვე მომზადებული მქონდა ეს შერბეთი. პროპორციულად. ამის თვალის ზომით ხვდებით რამდენი გჭირდება, რაოდენობა? 100 გრამ წყალს უნდა დაახლოებით 150 გრამი შაქარი, მაგრამ მე კიდე რაღაცები გაკეთებული მაქვს, სიროფი უფრო დავატკბო. კი, ქრისტინე, რადგან პირველი ეტაპი არის ამ ფენების ერთმანეთში შეზავება, მოდი უთხრათ მაყურებელს, როგორ მოვამზადეთ ეს კონკრეტული ფენა. ანუ მარტივად, არ გინდათ დარწვა, ჩვეულებრივად ხელზე ცომი არ უნდა მოგეკრათ. ანუ მიგეკრათ, რაც შეიძლება მეტი მაგარი, წესით კეთება 1 კილო ფქვილზე 300 გრამი წყალი და მწიკვი მარილი, მაგრამ მე მასი არ ვაკეთებ ჩვეულებრივად თვალის მიხედვით მარტივად, მაგარი იქნება, გაიყვანთ, რაც შეიძლება თხლა და ტაფაზე გამოაცხოთ, იმიტომ რომ უწი მართალია ფეჩსია ცხობდნენ, მაგრამ ცოტა განვითარება ცხობინდა, მე ტაფაზე გამოაცხე. რა ჯობს გამარტივებულ შესაძლებლობებს? ნამდვილად, კი, გადამო, ჩვეულებრივად, აი ესე მარტივად, ძველებური ვერსიით. ოპერატორს ვთხოვთ, თუ შეიძლება მოგვიახლოვდეს და ახლადან ვაჩვენოთ მაყურებელს, როგორ გამოიყურება. ესე ძალიან ლამაზად, ვაუ, გატარებულ ნიგოს მოვხალავთ, დავაყრით და აი ჩვეულებრივად ესეთი მარტივი, არაჩვეულებრივი კერძი შეიქმნება. მაგრამ იდეალურია. ხო, მე ჩემებული ვერსიით მინდა ესე იგი, ეს პირველი კერძი ესე მარტივად უკვე მოვამზადეთ, უბრალოდ მოამზადა ქალბატონმა ქრისტინემ და ნახოთ ახლა მეორე ვერსია, როგორი გამოვა. კი, მეორე ვერსიაც უმარტივესია, ცოტა გავათანამედროვეთ და აი ესე მარტივად ავაწყობ ახლა, აწყობილი არის უკვე, მაგრამ თან მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ კულინარიულ შოუში, როგორი იყო და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიგიღეთ მონაწილეობა. კულინარიულ შოუში ძალიან განვითარდი პირველ რიგში. იმისთვის გავიზარდე, რომ უფრო მეტად თამამი ყოფილიყავი ჩემს სფეროში და დამეხმარა ბევრ რაღაცაში. უფრო მეტად წამოიწია ჩემი პლანები, გეგმები. კულინარის განვითარების, რა თქმა უნდა. აი ესე მარტივად, მოხალული მაქვს ეს უკვე კარაქში, არ დამავიწყდეს, ესეთი გამომცხვარი ფენა, მოვხალე კარაქში და აი ესე ლამაზად. რამდენი ხანია რაც კულინარიით ხართ დაინტერესებული, როგორ ვიცი, შეფმზარეული ხართ? დიახ, 17 წელია, მე 18 წელია მე აქ ვარ, ფეხი ავიდგი. სამზარეო, როგორც კი აკნიდან გადმოვიდგი ფეხი, პირდაპირ ჩემოვიდი სამზარეობაში. შესანიშნავია. ახლა ეს რამასაა, რომ უთხრათ მაყურებელს? ეს არის გაკეთებული ნიგოზი. კარაქისეულად ქცეული, იმიტომ რომ უწი ხო არ ქონდათ არაფერი მსგავსი ნიგოზი მარტივი რაც მოიპოვებოდა, აიქიდან აღებული ვერსიით ინტერპრეტაციით გავაკეთე, რომ არ გადავწდე თანამედროვე იმდენად, რომ ჩვენი ძველი ვერსია დაგვავიწყდეს. რადგან ამას ნიგოზი ჭირდება, მე გადავაკეთე, კარაქად ვაქციე ნიგოზი. დავაბლენდერეთ ეს? კი, დავაბლენდერეთ ზეითუნის ზეთი და ასე შემდეგ ვაქციე კარაქად. აჰა, იდეალურია. რადგან ნიგოზი ხო ჭირდება ზევიდან. ანუ ვერსია გავუკეთე ეს. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ეს მოუხალე და ეს არ არის მოუხალე და ეს არის ცოცხალი. აქედან გამომდინარე კიდე და თითქოს განსხვავებულად ლამაზია ეს ვერსია. ხო, ვალამაზებთ. აი ესე. ეს უკვე სიროფია. არაქის არის, როგორც ხვდები თუ არა? კი, კი. არაქი და შაქარიც ალბათ, ხო? ხო, რა თქმა უნდა. როგორ ლამაზად გამოიყურება მართლა და ძალიან განსხვავებულია. აი ასეთი ფორმით არასდროს დამიგემოვნებია ეს კერძი. მოხდება ნაყინი, ძალიან. კრემი, სასურველია თქვენზეა უკვე დამოკიდებული საზოგადოებას რა უნდა, როგორ უნდა, ის როგორი გემოვნება აქვს? გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა არ დაობენ, მაგრამ დაობენ. მართლა ხო? მით უმეტეს კულინარიაში ალბათ. კი. ყოველთვის არის, რომ არ დაობენ. დაობთ. დაობთ. რაც კარგია, ერთხმად უნდა შევთანხმდეთ, რომ ნამდვილად კარგია. მაგრამ მე არ მინდოდა, რომ დამევიწყებინა ჩვენი ტრადიციული კერძები. ის მარტივად ესე ჩავდებთ. მარწყვი როგორც ხედავ, ძალიან უნდა მოუხდეს ამ გემოებს. კი. თან განეიტრალებს. თან გაზაფხულიც ეს ხო რაღაც ამ სეზონს რაღაცა. ამ სეზონს შეესაბამება ეს კერძი. კი. ნაყინი ზემოდან ძალიან გემრიელი იქნებოდა.
სხვათა შორის კრემთანაც ძალიან კაია. ესე ანუ არეული ესე მოთავსებულად. მე მგონი აღარ გვინდა ჩვენ ეს დავსხათ. ესე იგი მაყურებელი ასე ძალიან მარტივად შეძლებს მოამზადოს დესერტი, ჩვეულები. დესერტი ხო. ხო, აი, ხო არის რომ სახში არა გვაქვს ამ წუთას არაფერი, მაგრამ ძალიან მარტივად, რამოდენიმე 3-4 ინგრედიენტით შეუძლია მიიღოს ასეთი კერძი. არა ჩვეულებრივი, თან კალორიული სხვათა შორის არ იქნება ძალიან ისეთი. თუმცა ჯანსაღია, როგორც ხედავ. კი, კალორიასთან ერთად კალორიები აქვს, მაგრამ ზომიერი რაოდენობით მივიღებთ არა უშავს. შედგა ესეთი უმარტივესი. მოკლედ მეგობრებო, ქალბატონმა ქრისტინემ მოგვიმზადა აი ესეთი უმარტივესი და უგემრიელესი კერძი და ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ. იმედია მაყურებელს მოეწონა და აუცილებლად ცდით სახლში. რა ხდება წამყვანებთან? წამყვანებს რამდენად მოეწონათ, ძალიან მაინტერესებს, იქნებ გამიზიაროთ თქვენი ემოციები. აი რაღაცებს გაჩვენებენ და არ გვაჭვევენ ემოციები არის ბრაზი ნონა ბრაზი მხოლოდ ბრაზი რა თქმა უნდა დავიბენი ბოდიშკი ხდით არა უშავს ხდება ხოლმე მე ვისურვებდი რომ ეს პრაქტიკაში გაგვიკეთებია თქვენთან ერთად დავუშვათ თითო ჯერ და დავიმახსოვროთ აუცილებლად მარტივია არ გაგიჭირდებათ, ყველაფერი ახლის შეუძლია ეს გააკეთოს სახში. ჩვენ წამყვანს უნდა რომ ჩვენთან ერთად გაეკეთებინა ეს და იქნებ ერთხელ სადო გამოიპარო ეთერიდან და გამომყვე ამ რუბრიკის ჩასაწერად. აი რაღაცნაირად ბოლოს სტუმარი რო გვექნება რუბრიკამდე, მანამდე გამოვიქცები და სად ახლოს თუ ჩაატარებ. ელარჯი უფრო მარტივი ამოსაკვრელია. აქედან გამომდინარე ელარჯი ვასწავლოთ. შესანიშნავი იდეა, უღრმესი მადლობა თქვენ. ნონა დიდი მადლობა გაგემშვიდობებით. მოგეთ დავაბნიეთ ხალხი, ამდენი შეკითხვები და პასუხები ხო არა ვიცი რა გამიკეთებია და თურმე არც ისე რთული ყოფილა, უბრალოდ ბევრი ენერგიის დახარჯვა უნდა, თუმცა რა თქმა უნდა ელარჯს ყავს ავტორები, რომლებიც ესე სულ ამ ჯოხების ქნებით აკეთებენ მას ჰაერში, მაგრამ ნუ ასე ჩემი შეზღუდული უნარებით ამ კულინარიაში თურმე შეიძლება თავარია ცადე პაატა. ახლა ლობიო გავაკეთე ერთი კვირის წინ, მაგალითად ისეთი რომ რა ვიცი, მე თვითონ გამიხარდა რომ მეთქი თურმე შემძლები არ და თითქოს მარტივია. მოკლედ ყველას დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად იყავით. მადლობა შენ, მადლობა მთელ გუნდს რა თქმა უნდა და ორშაბათამდე უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი მისია ასე ვთქვათ ამოვწურეთ. დანარჩენებს ვინც გვიან შემოგვიერთდა და გაინტერესებთ რაზე ქონა საუბარი, რა თქმა უნდა შემოგვიერთით ქსელის საშუალებით და იყავით თანაზიარნი ჩვენი გადაცემის. გემშვიდობებით.